საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში განსხვავებული აქცენტებში გასული მასალა საქართველოს მთავარი პროკურატურიდან დაუყოვნებლივი გამოძიების საგანი უნდა გახდეს. ზემოაღნიშნულ გადაცემაში გაშუქებული სატელეფონო ჩანაწერები ასევე შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს. გამოძიების შედეგად ამომწურავად უნდა გაეცეს პასუხი შემდეგ შეკითხვებს. არის თუ არა ავთენტური გადაცემაში გასული თითეული ჩანაწერი, დადგინდეს საუბარში მონაწილე თითეული პირის ვინაობა და როდის განხორციელდა აღნიშნული საუბრები. ეს არის ამონარიდი სახალხო დამცველის განცხადებიდან. უჩა ნანუაშვილი ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. მოგესალმებით ბატონო უჩა, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით ტელემაყურებელს. ბატონო უჩა, ჯერჯერობით უცნობია დაიწყებს თუ არა მთავარი პროკურატურა გამოძიებას. თქვენ თვითონ თუ აპირებთ ამ მასალების შესწავლას? ჩვენ დღეს რაც გავაკეთეთ განცხადება, სწორედ არის მოწოდება მთავარი პროკურატურის მისამართით, რომ აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. კერძოდ უნდა გაეცეს პასუხი პირველ რიგში იმას, არის თუ არა ავთენტური ის ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა. მნიშვნელოვანი ასევე დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ამ ჩანაწერებში არიან. მნიშვნელოვანი ასევე თვითონ ჩანაწერის დრო განისაზღვროს, რადგანაც ასევე გავრცელდა სხვა ინფორმაცია სამინისტროს მხრიდან, როდესაც საუბარი არის, რომ ეს ჩანაწერები რამდენიმე წლის წინ იყო განხორციელებული. ანუ ეს კითხვები არსებობს, გარკვეული ნიშნები იმის, რომ შესაძლოა გარკვეული სისხლის დანაშაულის კონდეს ადგილი არსებობს, ამიტომაც გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, რაც ამ ჩანაწერების ირგვლივ არსებობს, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება და ჩვენ რა თქმა უნდა დავაკვირდებით ამ პროცესს. ანუ ეს არის რეალურად პროკურატურის გამოსაძიებელი საქმე და ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში პროკურატურა აღნიშნულ კითხვებს გასცემს ამომწურავ პასუხს. ბატონო უჩა, საშიელ აღსრულების ყოფილ მინისტრ სოზარ სუბარს ეჭვი შეაქვს ამ მასალების ავთენტიკურობაში. საშიელ აღსრულების ამჟამინდელი მინისტრი გამორიცხავს ციხეებში ეგრეთ წოდებული მაყურებლების გავლენას. ორივე ყოფილი და ამჟამინდელი ministrიც ამბობენ, რომ საპატიმროებს მთლიანად ციხის ადმინისტრაცია აკონტროლებს. თქვენი კომენტარი როგორია ამ თემაზე და კონკრეტულად იმ მასალებზე, რომელიც ჩვენ ეკაკვესიტაციის გადაცემაში ვნახეთ? ეგრეთ წოდებული მაყურებლების ინსტიტუტი და ზოგადად ის სუბკულტურა არსებობდა 2012 წლის სექტემბრამდე, იმ ცნობილ კადრებამდე, არსებობს დღეს გარკვეული ფორმით. და ალბათ იარსებებს გარკვეული პერიოდი თუ არ მოხდა სისტემატიური ბრძოლა ამ ფენომენის წინააღმდეგ. შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის სექტემბრამდე ერთგვარი ორმაგი სტანდარტები არსებობდა. ერთის მხრივ ხელისუფლება ებრძოდა კრიმინალურ ავტორიტეტებს და კრიმინალს, მაგრამ მეორეს მხრივ გამომდინარე იქიდან, რომ იყო სისტემაში საკმაოდ მძიმე შემთხვევები, იყო პროტესტი, წამების არასათანადო მოპყრობის ფაქტები, სწორედ იმისათვის, რომ ემართა სიტუაცია, ხელისუფლება ხშირად იყენებდა სწორედ ამ ინსტიტუტს. შემდგომ უკვე როდესაც შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია შეიცვალა, შერბილდა პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულმა პირებმა ამით ისარგებლეს და გარკვეულწილად გაიზარდა ამ ფენომენის როლი და მნიშვნელობა, თუმცა მე მაგრამ მთლიანად ეს ფენომენი არასდროს არ გამქრალა, თქვენ ხაზს უსვამთ. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის ახალი ფენომენი, მაგრამ მე ალბათ გამიჭირდება იმის თქმა, რომ დღეს სისტემას ვერ აკონტროლებს სასჯელის ასრულებისა და პრობაციის სამინისტრო, მე ვფიქრობ, რომ აკონტროლებს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არსებობდეს კონკრეტული მეთოდები ბრძოლის ამ ფენომენთან. რა თქმა უნდა, ერთ მხრივ არის მნიშვნელოვანი, რომ კონკრეტული ასეთი დარღვევის ფაქტები იყოს გამოძიებული და დაისაჯოს ის პირი, რადგანაც ყველა ქვეყანაში პატიმარს ყოველთვის აქვს იმით ცდუნება, რომ ერთგვარად მოახდინოს გავლენა სხვა პატიმარზე, მოიპოვოს რაღაც პრივილეგიები, მაგრამ ამას რა თქმა უნდა წინ უნდა აღუდგეს სწორედ ადმინისტრაცია, უნდა მოხდეს კონკრეტული ფაქტების გამოძიება, მაგრამ მხოლოდ გამოძიება და დასჯება, მე ვფიქრობ, ვერ მიგვიყვანს შედეგებამდე. ანუ მნიშვნელოვანია ერთის მხრივ საგანმანათლებლო, ერთგვარი სარეაბილიტაციო საქმიანობების წარმართვაც. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ყველა თითოეული ფაქტი იყოს გამოძიებული და ბოლომდე იყოს მისული. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ფაქტია, ქვეყანაში ხდება არასათანადო მოპყრობის ფაქტები და რეაგირება რიგ შემთხვევაში არ არსებობს. სწორედ ამიტომაც ვაყენებთ სახალხო დამცველის ოფისი თუნდაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას, რომელიც ასეთ ფაქტებს გამოიძიებს. იგივე უსაფრთხოების საკითხებზე, როდესაც არის საუბარი, სწორედ ამიტომ ვაყენებთ, რომ უნდა იყოს თითოეული პატიმრის უსაფრთხოება დაცული. ბატონო უჩა, ჩვენ მოგვიანებით გადაცემაში ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელიც ასეთ რამეს ამბობს, რომ აი იმ პრეტენზიებზე, რომელიც მოდის სამოქალაქო სექტორიდან, რომელიც მოდის ხშირად თქვენი ოფისიდან, ხშირად
ხელისუფლება პასუხობს იმით, რომ ამბობს, რომ ეს პრობლემა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, უბრალოდ არ არსებობს. ის ამბობს, რომ იგნორს უკეთებს ძალიან ხშირად ხელისუფლება ამ პრობლემებს, რომელზეც საზოგადოება საუბრობს. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას პარლამენტში ძალიან დიდი ხანია ითხოვს უმცირესობა, რასაც აქამდე ვერ მიაღწია და შინაგან საქმეთა მინისტრი არ მიდის პარლამენტში. თქვენი შეხედულება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით? რამდენად აქტიურად თანამშრომლობს ხელისუფლება საზოგადოებასთან, საზოგადოებრივ მოთხოვნასთან? მე ვფიქრობ, რომ ზოგადად მემკვიდრეობა არის საკმაოდ მძიმე და ამ მხრივ მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობა არსებობდეს, რომ მოხდეს სწორედ ამ საკითხების დასმა, განხილვა, გადაწყვეტა, რადგანაც თვითონ სამინისტროსაც მხოლოდ გაუჭირდება ამ სისტემის შეცვლა. თუ არ მოხდა ერთგვარი კომპლექსური პროგრამის შემუშავება იმისათვის, რომ სისტემა შეიცვალოს და სისტემა მე ხას უსვამ, უნდა იყოს დაფუძნებული თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე, თითოეული პატიმრის უსაფრთხოების და სიცოცხლის დაცვაზე, რადგანაც საშუალების მინისტრი ამბობს, რომ მუშაობს ახალ პროგრამაზე, თუ არის დავასრულებთ. თუ შეიძლება დავასრულებთ. თუ არ არსებობს და თუ არ მოხდა პატიმართა უფლებების დაცვა, სწორედ ეს განაპირობებს გარკვეულწილად იმ ფონს, რომ შესაძლებელია ვიღაცას გაუჩნდეს ცდუნება, რომ გამოიყენოს მსგავსი მეთოდები, სხვა პატიმრების მეშვეობით მართოს სიტუაცია. მაგრამ თუ იქნება დაცული თითოეული პატიმრის უსაფრთხოება, მისი უფლება, ანუ კანონით გარანტირებული უფლებები, რა თქმა უნდა, პროტესტი, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება იქნება ნაკლები სწორედ ამ სისტემაში და შესაბამისად აღარ იქნება იმის საჭიროება, რომ სხვა მეთოდები იყოს გამოყენებული. რისი ცდუნებაც, რა თქმა უნდა, შესაძლოა გახდეს იმ შემთხვევაში, თუ კი არ იქნება სათანადოდ გამოძიებული კონკრეტული ფაქტები. სწორედ ამიტომაც არის საუბარი იმაზე, რომ ის თუნდაც ფარტენაძის საქმე, რომელიც ბოლომდე არ არის გამოძიებული და სადაც არის კითხვის ნიშნები, თუ სწორედ გარკვეული პირების მონაწილეობაზე ამ კონკრეტულ დანაშაულში უნდა იყოს ბოლომდე მისული. სწორედ ამიტომაც არის საჭირო, რომ გამოძიება წარიმართოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხას უსვამ, რომ მხოლოდ გამოძიება არ არის პანაცეა. ასევე არის მნიშვნელოვანი იგივე ფოტოგადაღების უფლების მოპოვება, რომელიც დამოუკიდებელ მონიტორებს აღალდამცველის წარმოადგენს მისცემს შესაძლებლობას, რომ მოახდინონ როგორც ფიზიკური დაზიანების, ასევე გარემოს დოკუმენტირება და გარკვეული მყარი მტკიცებულებების შექმნას. რატომ არ იძლევიან ამ უფლებებს, როგორ ფიქრობთ? რატომ არ იძლევა ამ უფლებას საშუალების სამინისტრო როგორ? მე იმედი მაქვს, რომ უფლებას სამინისტრო არ იძლევა, იმიტომ რომ საჭირო არის კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. აი სწორედ ამაზე გეკითხებოდით მე, თქვენთვის თუ არის ცნობილი ეს პროგრამა, ის კანონ პროექტი, რომელზეც მუშაობს საშუალების მინისტრი? მე რამდენადაც ვიცი, კანონ პროექტი უკვე გადაეგზავნა კომენტარებისთვის სამინისტროს და უახლოეს დღეების განმავლობაში იქნება ალბათ მათგან შესაბამისი კომენტარები ამ კანონ პროექტთან დაკავშირებით. და იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მოგვეცეს სწორედ ეს უფლებამოსილება, რომელიც იქნება გარკვეული პრევენცია იმის, რომ მომავალში სერიოზული დარღვევები ავიცილოთ აღნიშნულ დაწესებულებებში. ბატონო ჩა, როდესაც საუბარია და როდესაც საყვედურობენ ხელისუფლებას იმას, რომ ის ადეკვატურად არ ექცევა მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს, აი მე მინდა გავიხსენოთ ერთი კონკრეტული მაგალითი. სოზარ სუბარი ასახელებს კონკრეტულ მაგალითს, როდესაც კრიმინალური ავტორიტეტი ვინმე გრიგორიანი ტუბერკულოზის დაწესებულებიდან გადაიყვანეს მე-7 საპყრობილეში. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მან არაერთი განცხადება მიიღო უფლებადამცველებისგან და მათ შორის თქვენი ოფისისგან მოთხოვნით, რომ გრიგორიანი დაებრუნებინათ სამკურნალო დაწესებულებაში. სოზარ სუბარი ასეთ რამეს ამბობს, ვციტირებ, არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ არ მეგონა ამ ტიპის ადამიანებს თუ ამდენი თანამგზნობი ეყოლებოდა საქართველოში. რამდენიმე ზარი იყო ძალიან ცნობილი ადამიანებისგან, თუმცა ჩვენი პასუხი იყო პრინციპული, რომ მისი ადგილი არის მე-7 დაწესებულებაში. ანუ ის ხას უსვამს, რომ ის ბევრად უფრო პრინციპული იყო ამ შემთხვევაში, ვიდრე მაგალითად საზოგადოება, რომელიც მისგან ბევრად უფრო რბილ დამოკიდებულებას მოითხოვდა ამ პატიმართან. მე მხოლოდ იმის თქვა შემიძლია, რომ მე-7 დაწესებულება როგორც ასეთი უნდა გაუქმდეს, რადგანაც იქ არსებული პირობები და მდგომარეობა არ შეესაბამება არც ეროვნულ, არც საერთაშორისო სტანდარტებს და ამის შესახებ არაერთი რეკომენდაცია ჰქონდა სახალხო დამცველს დაყენებული. იმედი მაქვს, უახლოეს ხანებში მოხდება ამ რეკომენდაციის გათვალისწინება და ის პირობები, რომლებიც არის რეალურად ამ დაწესებულებებში, იქნება აღმოფხვრილი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ შესაძლოა იყოს მაღალი რისკის მატარებელი პატიმრები, მაგრამ პირობები აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი. მე-7 დაწესებულებაში დღეს არსებული პირობები ნამდვილად არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც არსებობს ქვეყანაში. თქვენ თუ უწევთ მონიტორინგს იმას, თუ რამდენად სრულდება თქვენი რეკომენდაციები, ვინაიდან თქვენ ძალიან ხშირად აკეთებთ განცხადებებს საშუალების სამინისტროს და ამ სისტემის მიმართულებით, რომ მოხდეს გარკვეული ცვლილებები, რამდენად სრულდება თქვენი რეკომენდაციები? არის რეკომენდაციები, რომლებიც სრულდება და მე არ შემიძლია არ ვახსენო და ასეთი ძალიან ბევრი ფაქტი არის სახეზე, როდესაც ჩვენი არაერთი რეკომენდაცია იყო შესრულებული, მდგომარეობაც რომ გარკვეულ სფეროებში, გარკვეულ საკითხებში არის შეცვლილი დადებითისკენ, ამის არ დანახვაც ნამდვილად
არ შეიძლება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვსაუბრობთ იმ პირობებზე, ვსაუბრობთ იმ რამდენიმე დაწესებულებაზე, განსაკუთრებით მეშვიდე დაწესებულებაზე არსებულ პრობლემებზე, იგივე გადაყვანებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, როდესაც პატიმრებს არ განემარტებათ გადაყვანის მიზეზები და რეალურად ეს უცნობია მიზეზი თუ რატომ ხდება პატიმრების გადაყვანა ერთ დაწესებულებიდან მეორეში. ასევე ვსაუბრობთ იმ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და საჩივრებზე, რომლებიც არის საგრძნობლად გაზრდილი და ნახევარზე მეტი საჩივრები სწორედ ჯანდაცვის პრობლემებზე მოდის, მაგრამ რა თქმა უნდა არის პრობლემები, რომელზეც რეაგირება ნაკლებად ხდება. სწორედ ამიტომაც ვსაუბრობთ ჩვენ უსაფრთხოებაზე, როდესაც სამი პატიმარი გარდაიცვალება 3 დღეში, ეს ნიშნავს, რომ სისტემაში არის გარკვეული პრობლემა და საჭიროებს გადახედვას მიდგომების. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ არის არასათანადო მოპყრობის ფაქტები და რეალურად არ ხდება გამოძიება და ბოლომდე არ მიდის გამოძიება, სწორედ ამიტომაც ვაყენებთ ჩვენ კიდევ ერთხელ დამოუკიდებელი გამოძიება არ მიდის ბოლომდე თუ ვერ მიდის ბოლომდე. არის საკითხები, სადაც გამოძიება არ მიდის ბოლომდე. არის საკითხები, შეძლო არ ვერ მიდიოდეს, მაგრამ სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ გამოძიება იყოს დამოუკიდებელი. როდესაც იგივე უწყება არ მიდიოდეს გამოძიება. საკუთარი თანამშრომლების მიერ ჩადენილ გადაცდომებს, რა თქმა უნდა, შეძლოა ობიექტური გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული. სწორედ ამიტომ არის საჭირო და კიდევ ერთხელ ეს მოვლენები ხას უსვავს იმას, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სწორედ მსგავსი პრობლემების აგვარიდებს მომავალში. ბატონო, ჩვენ აუცილებლად უნდა შევეხოთ კიდევ ერთ თემას, ეს არის თენგიზ ერისთავის საქმე, რომელზეც ჩვენ აგრეთვე ვცლად ვისაუბრებთ გადაცემაში. ცოტა ხანში ჩაგვერთვებიან აგრეთვე ერისთავის ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც ისაუბრებენ იმ ახალ მტკიცებულებებზე, რომელიც მათ მოიპოვეს, რომლითაც ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ თენგიზ ერისთავს დაკავებისას ნარკოტიკები ჩაუდეს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ საქმესთან დაკავშირებით და დაიწყეთ თუ არა უკვე ამ საქმის შესწავლა? მე აგრეთვე შეგახსენებთ, თქვენ ეს გეცოდინებათ უკვე, რომ დღესვე გიორგი ოქროპირიძის დედის მხრიდან, რომელიც დაკავებულია ბრალდებით თენგო ერისთავის მეგობრის მკვლელობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასზე ძალადობა განხორციელდა ციხეში და ის გადაიყვანეს შემდეგ ბათუმში, სხვა საპატიმროში. აი რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ ზოგადად ამ საქმესთან დაკავშირებით? მე პირადად შევხვდი ორივე მხარეს, რაც შეეხება ერისთავის ოჯახს, მათგან მივიღე გარკვეული ინფორმაცია, ჩვენ დაწყებული გვაქვს საქმის შესწავლა და უახლოეს დღეებში ასევე დეტალურ ინფორმაციას მივიღებ, მაგრამ მე ასევე მინდა ერთი დეტალი აუცილებლად ვახსენო, გასულ კვირას შაბათს კურიერის ეთერში სამწუხაროდ გადაიცა არაზუსტი ინფორმაცია, როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენი წარმომადგენელი უშუალოდ შეესწრო იმ ინციდენტს, რომელიც მერვე დაწესებულებაში ამ ორ ჯავრდებულ შორის მოხდა. რა მოხდა წარმომადგენელმა ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ მან ეს ამბავი იცის მხოლოდ იმ მონათხრობით, რომელიც მან ერისთავმა გაუზიარა. თუმცა თქვენმა ჟურნალისტმა სამწუხაროდ არაზუსტად გააშუქა და საუბარი იყო იმაზე, თითქოს ჩვენი წარმომადგენელი შეესწრო უშუალოდ ამ ფაქტს. მე ხას უსვამ ამას განსაკუთრებით იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ სენსიტიური საქმე, სენსიტიური საკითხი და ალბათ ჟურნალისტებს უფრო მეტი ყურადღება მარდებთ მსგავსი საქმეების გაშუქებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ოქროპირიძეს ის დღეს და ჩვენ გქონდა აგრეთვე ინტერვიუ თავად წარმომადგენლის. ჩვენმა წარმომადგენელმა თქვა სწორედ ის, რომ მან ეს ყველაფერი იცის იმ მონათხრობიდან, რომელიც გაუზიარა ერისთავმა. თუმცა ჟურნალისტმა აბსოლუტურად საპირისპირო რამ შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ ტყუილი იკადრა. თუმცა ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ იყო შექმნებული სტანდარტების დარღვევა და ამიტომაც ეს არ იყო შექმნებული ტყუილი, მას ალბათ მექანიკურად მოვიდა ეს შეცდომა, ვინაიდან თავად ეს ინტერვიუ მისივე ჩაწერილი იყო და მანვე გაუშვა ეს ინტერვიუ პირდაპირ ეთერში. შეიძლება ამის ნახვა კიდევ ხელახლა, მაგრამ მე რასაც ვამბობ, ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერ გავექცევით და ადგილი ჰქონდა არაზუსტ. ძალიან კარგი რომ თქვენ დააზუსტეთ ეს. რაც შეეხება ოქროპირიძეს, ის აცხადებს, რომ ის იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი მერვე დაწესებულებაში და ასევე ბადრაგირების დროს, როდესაც ის გადაიყვანეს გუშინ მესამე დაწესებულებაში ქალაქ ბათუმში. ამას დაკავშირებით ჩვენ უკვე მიმართვა გავაკეთებთ, მიმართეთ პროკურატურას და სწორედ ამ ფაქტის გამოძიებას ვითხოვთ, ეს მომთხოვნა უკვე გაგზავნილი არის მთავარ პროკურატურაში. ფიზიკური ზეწოლის ფაქტების შესახებ თუ იცით თქვენ რამე და ვის მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა გიორგი ოქროპირიძეზე, თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია ამის შესახებ? ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რასაც ის მიუთითებს, ის სწორედ ადმინისტრაციას და ბადრაგს წარმოადგენლებს აბრალებს სწორედ, თუმცა რა თქმა უნდა ეს არის საკითხი, რომელიც უნდა იყოს გამოძიებული, ასევე ექსპერტიზა, იმიტომ რომ გარეგნულად მას არ ეთყობა არაფერი, მით უმეტეს, როდესაც მას ასევე ჰქონდა თვითდაზიანება მიყენებული და შესაბამისად ძნელია დადგენა იმის თუ რისგან არის გამოწვეული ეს დაზიანება. თქვენ აპირებთ ამ საკითხის მოკვლევას?
რა თქმა უნდა, ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესში და მივყვებით ამ საქმის გამოძიებას. დიდი მადლობა ბატონო უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. და ახლა თემის განხილვას უკვე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად გავაგრძელებთ. საპარლამენტო უმრავლესობიდან ქალბატონი გუგული მაღრაძე და გიგა ბუკია არიან არჩევანის სტუმრები და საპარლამენტო უმცირესობიდან აკაკი მინაშვილი და ირმა ნადირაშვილი. ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ დებატების გამართვა სტუდიაში სამწუხაროდ სულ უფრო რთული ხდება, ვინაიდან სულ უფრო რთულდება მხარეების და კონკრეტული სტუმრების დათანხმება იმაზე, რომ ისინი ერთ მაგიდასთან დასხდნენ და იკამათონ. ორივე მხარეს არის პრეტენზიები, რაც დებატების მონაწილეების შერჩევას ხშირად თითქმის შეუძლებელს ხდის ხოლმე, მაგრამ დღეს ასე არ არის. დღეს ჩვენ გვექნება დებატები 2-2-ზე, ანუ სრული ფორმატით. მოგესალმებით სტუმრებო, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ქალბატონო გუგული, მე თქვენგან დავიწყებ, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლისგან. სახალხო დამცველი ჩვენ ნახეთ ითხოვს ამ მასალების გამოძიებას, რომელიც გავიდა ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემაში. პროკურატურა ჯერჯერობით დუმს სასჯელ ახსულების ყოფილი და მოქმედი მინისტრები მასალების ავთენტიკურობას და ზოგადად ამ პრობლემას უარყოფენ. ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე თქვენ გეცოდნებათ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას საერთოდ ვერ ხედავს. ამ დროს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება სისტემატურად იგნორირებას უწევს ამ პრობლემას. თქვენ როგორც დეპუტატებს გიჩნდებათ კითხვები სასჯელ ახსულების სამინისტროსთან ამ მასალების გასაჯაროების შემდეგ? პირველეს ყოვლისა მე მინდა დავეთანხმო ბატონ უჩას და აღვნიშნო, რომ ბატონი უჩას გამოსვლა დღეს მოწყობს სწორედ იმაზე, რომ რამდენი პოზიტივია სასჯელ ახსულების სისტემაში და რამდენი პოზიტივია ამ ქვეყანაში ამ 2 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ პატივრის უფლებებიც უფრო დაცულია, ადამიანებიც უფრო დაცულები არიან და გაცილებით უფრო რეაგირებაც როგორია. ჩვენ გვახსოვს ის დრო, როდესაც სახალხო დამცველის ანგარიში საერთოდ ცნობათაც არ იყო ხოლმე მიღებული და მე ვიყავ იმ პარლამენტში, სადაც 5 კაცი არ და სახალხო დამცველის ანგარიშს არათუ რაიმე რეაგირება მოხდარიყო და ბატონმა უჩამ ძალიან თვალნათლივ აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ საკითხებზე, რომელსაც ისინი აყენებენ, არის სათანადო რეაგირება ხელისუფლებიდან. 2-3 დღეში და 2-3 წელიწადში ყველაფერი არ იცვლება, ყოველთვის იქნება რაღაც ციხე, რომელშიც პირობები არ არის და ეს თანხებთანაა დამოკიდდა და დაკავშირებული და იცით თქვენ, რომ ძალიან გაუმჯობესდა პირობები ციხეში და ადამიანი მართლა თავარი სასჯელი ბევრისთვის არის ის, რომ არის თავისუფლების აღკვეთა და არა ის, რომ შიშიც შედიოდეს ციხეში, იქიდან გამოვა თუ არა ცოცხალი, ან როგორ გამოვა იქიდან და მე ახლა ეს რეფერენდუმის ვიტყვი სწორედ მაგას ზუსტად ბატონმა გიგიწერეთელმა ჩემთან ერთხელ საუბარში თქვა, რომ აღარ ეშინიათო ციხისო და იმიტომაა კრიმინალიო და რო აღარ ეშინიათ ციხის, ეს არის დადებითი იმ გაგებით, რომ ციხეს სატანჯველი კი არ უნდა იყოს, ციხე არის თავისთავად თავისუფლების აღკვეთა და ეს არის უკვე დიდი სასჯელი, ხო? და იქ როცა დამატებით სხვა რაღაცები ხდებოდა წლების მანძილზე, სწორედ ეს იყო ის საშინელება, რასაც უყურებდი ჩვენ და ეს არ იყო სხვათა შორის მარტო შემთხვევითი ამბავი. ეს იყო ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. პოლიტიკის იმდენად უნდა შეშინებოდა ადამიანს ციხეში წასვლა, ზოგი ბრალეული იყო, ზოგი არ იყო ბრალეული თუ ასე შემდეგ, რომ იპოთეკარებშიც კი მნიშვნელოვანი პროცენტი ესეთი, რომელმაც სახლი, კარი, ყველაფერი გაყიდა იმისთვის, რომ საპროცესო და რაღაც მოეხერხებია, რომ ციხეში არ გაეშვა თავისიანი. და დღეს მაგალითად ნამდვილად არ არის ესეთი სიტუაცია, რომ ციხეში თქვათ იყოს ისეთი საშინელებები. ეხლა ვიღაცა პატიმარზე ყოველთვის ექნება ყველა ციხეში. ეს ჩვენ ეხლა ბოლოს ფილმი გვინახია და გვინახავს, რომ ყოველთვის არის პატიმარის ცდელობა მეორე პატიმარზე რაღაც გავლენა მოახდინოს, ხო? მაგრამ თავარია, რომ ციხეს მართავს ადმინისტრაცია დღეს და ციხეს ნამდვილად არ მართავს არცად კრიმინალი. შეიძლება ვიღაცამ დაიბრალოს, რომ მე ესეთი გავლენა მაქვს ციხეში რაღაც, მაგრამ ეს ხო არ არის ფაქტი. ესე ყველამ შეიძლება დაიბრალოს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ არის ჩვეულებრივი აი ესეთი საქმიანი და მუშა სიტუაცია, რაღაცები უმჯობესდება და კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ის რომ მაგალითად თქვა ჩვენ არა ვარ წინააღმდეგი. პრობლემას ვერც ვერავინ, ეხა საზოგადოება არ არსებობს დანაშაულის გარეშე და მთავარია ხელისუფლების დამოკიდებულება, რომ უკეთესი სიტუაცია იყოს და მართლა არ ეშინოდეს ადამიანს, იყოს უფლებები დაცული. იგივე რომ მაგალითად კურნალობაზე, ხო? C ჰეპატიტის კურნალობა თქვენ გონიათ იაფი უჯრედის სახელმწიფოს. ამიტომ ჩვენ უნდა დავინახოთ გასაგებია, თუმცა ბევრი პრობლემა, რომელზეც არის საუბარი, თანხებთან არ არის დაკავშირებული. რეაგირებაზე უარსარაბოს ქალბატონო გუგული, ციხეს მართავს ადმინისტრაცია, ისევე როგორც მმართველი გუნდის ყველა წევრი, ქალბატონი გუგულიც იმეორებს იგივეს, თუმცა ამას კატეგორიულად არ ეთანხმება ოპოზიცია. ქალბატონო ირმა, თქვენ
პირდაპირ ადანაშაულებთ ხელისუფლებას ფაქტობრივად გარიგებაში კრიმინალურ სამყაროსთან და პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს ასახელებთ როგორც ხელმდამსხმელს ამ ახალი სისტემის და ახალი ავტორიტეტის, რომელიც ხელახლა მოიპოვეს, როგორც თქვენ ამბობთ, კრიმინალებმა, კანონიერმა ქურდებმა. რა გაძლევთ ასეთი პირდაპირი დადანაშაულების საფუძველს? პირველ რიგში ციხეში აღარ ეშინიათ კრიმინალებს ჩაჯდომა, კი არა, პირიქით სასიამოვნო ადგილად აქციეთ თქვენ ციხე კრიმინალებისთვის. ჩვენ ნახეთ ჩანაწერები, სადაც პირდაპირ საუბრობენ ქურდული მენტალიტეტის ადამიანები, რომ მათთვის ციხეში ყოფნა ნამდვილად აღარ არის პრობლემა და როდესაც მე ჩემი განცხადებები გავაკეთე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ეს იყო პირდაპირ გამომდინარე სწორედ ამ ჩანაწერებიდან. მე მოვისმინე ერთ-ერთი პატიმრის სატელეფონო ზარი, სადაც ის საუბრობდა, რომ რაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა, მათ ამოისუნთქეს, აღარ არიან ცუდ დღეში და იმისთვის, რომ მათ ეს ყველაფერი შეინარჩუნონ, რომ დასჭირდეთ ნაციონალური მოძრაობის წევრების სათითაოდ დახოცვა, ამას გააკეთებთ. თქვენ არ გიჩნდებათ კითხვები ამ მასალის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით? თუ რამე კითხვა არსებობს, ეს არის პროკურატურის გამოძიების საგანი, მაგრამ აქ დროსთან დაკავშირებით კამათი მე ვფიქრობ, არის აბსოლუტურად გაუმართლებელი, იმიტომ რომ ამ ჩანაწერებში ადამიანები თვითონ ამბობენ, რომ საუბრობენ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში და რაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. მე ნამდვილად არ მიკვირს მათი ასეთი დამოკიდებულება და მათი გალაღება ნამდვილად არ მიკვირს, იმიტომ რომ ისინი თვითონ ხედავენ, რომ მთელი საქართველო იმართება ქურდული კანონებით და ქურდული წესებით. და სწორედ აქედან გამომდინარე გრძნობენ ისინი ასეთ თავისუფლებას. მე კიდევაც ჩემს ბრიფინგში განვაცხადე, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილი ასეთი მენტალიტეტის მატარებელი, ის ქურდულად მართავს საქართველოს, არანაირი თანამდებობა გეღიმებათ ქალბატონო გოგული, მაგრამ ნამდვილად ასეა. მეცინება, მარტო ღიმილი არ არის. შეიკავებთ თავს, გაიცინეთ, გაიღიმეთ როგორც გინდათ, მაგრამ ბატონი ბიძინა თავის შუშის სასახლეში გამოკეტილი, არანაირი თანამდებობა არ უჭირავს, გამოვა ხან პრეზიდენტს ურჩევს საქმეებს, ხან ერთ მინისტრს გაურჩევს, ხან მეორე მინისტრს, ვინ არის ეს ადამიანი, რატო გურჩევს საქმეებს, რატომ აქვთ მასზე ესეთი სენტიმენტები შავი სამყაროს წარმომადგენლებს, ჩემთვის არის გაუგებარი. ქალბატონებმა თქვენ უსმენდით სახალხო დამცველს, რომელმაც თქვა, რომ თქვენი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ორმაგი სტანდარტი მოქმედებდა 2012 წლამდე და ის ამბობდა, რომ იმ დროსაც იყენებდა ციხის ადმინისტრაცია, როცა დასჭირდებოდა კრიმინალურ ავტორიტეტებს. ძალიან ცუდია, რომ მე მიწევს ციტირება იმ ჩანაწერებიდან, რომელიც მოვისმინე, ჯობდა ეს ჩანაწერები საერთოდ არ ყოფილიყო და საერთოდ არ გვენახა ასეთი რამ, მაგრამ იქ თვითონ საუბრობდნენ, რომ მათ არანაირი ესეთი თავისუფლება ციხეში კრიმინალურ ავტორიტეტებს არ ჰქონდა და ასეთი თავისუფლება ციხის მართვის მოიპოვეს დღეს. ის რომ ციხეს მართლაც მართავენ კრიმინალები, ეს არის აბსოლუტურად ღია და ნათელი, ჩვენ ამის თაობაზე ძალიან დიდი ხანი ვსაუბრობდით, მე არ ვაპირებ ლაპარაკს, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს არ იყო ციხეში პრობლემები, რა თქმა უნდა იყო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ამ პრობლემებიდან წასულიყვნენ სიტუაციის გაუმჯობესებისგან, შეექმნათ ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმი, ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ორ დღეში ვერ დავეთანხმები სახალხო დამცველს, ორ დღეში 3 პატიმარი გარდაიცვალა, ორ დღეში 3 პატიმარი გარდაიცვალა ციხეში და თავარი ის კი არ არის რა ხდება ციხეში, თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. თავარი არის ის, რომ კრიმინალურმა სამყარომ უკვე აწყო თავისი ქსელი და ეს ყველაფერი გადმოდის ჩვენს ოჯახებზე, გადმოდის ჩვენს უსაფრთხოებაზე. ქალბატონი დაჭრეს, ქალბატონო გუგული წუხელ, დანა დაუსვეს, ჩანთა წაართვეს, ტოტალიზატორი დააყაჩაღეს, ესეც წუხელ მოხდა მარანში, 6 შეიარაღებული პირი ქალბატონო გუგული ლაშა ბრელიძის ოჯახში შევარდა, გადაჭრილი თოფები ჰქონდათ და პისტოლეტები ჰქონდათ. ეს იცით რატო ხდება? იმიტომ რომ ეს ქსელი აეწყო უკვე. ციხე გარედან მართავს კრიმინალს თბილისის ქუჩებში. საქართველოს ინფორმაცია ძალიან მიკვირს კრიმინალური კრიმინალურად მილიონი ლარი ამ წყვილებს როგორ ხალხს ის უფრო აინტერესებს როგორ შემოგვიდა მილიონი ლარი აპირებდი არადეკლარირებული რაღაცემა ეს უფრო საინტერესოა და სიმართლე ამას მოყვები სასამართლოში, როდესაც თქვენი ვიცე-პრემიერი ბატონი კალაძე მობრძანდება და დაასაბუთებს. თუ გინდათ ამ სარჩელში თქვენ შეგიძლიათ
კონსულტანტ და თქვენს მოგზადით მოფხეთ. ჩვენ დაუბრუნდებით სტუმრებს ბიძინაშვილი მილიონების გადამკიდე ხა ვიღაცის მილიონებზე თან ესე დაუსაბუთებლად ნამდვილად არ უნდა საუბრობდეთ და თქვენი მილიონებზე მით უმეტეს. რეაქცია იქნებოდა იქაც მაგასაც. დაუბრუნდებით რამდენიმე წუთში ჩვენ ახლა გადაცემა განსხვავებული აქცენტების ავტორი ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. სასჯელ აღსრულების მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელში გააკრიტიკა ეკა შენი გადაცემა მე მოკლედ გავიმეორებ ძირითად პუნქტებს თუ კიდე მე გავიმეორებ გიორგი და თან ეგრეთ წოდებული რეზბალნიცა რომელიც თქვენს გადაცემაში გეუბნება სასჯელ აღსრულების მინისტრის მოადგილე თქვენს გადაცემაში საკონფერენციო სივრცედ არის აღწერილი 2013 წლიდან 2014 წლის 1 ივლისამდე დახურული იყო კაპიტალურ რემონტზე. მეორე მსჯავრდებულები რომელიც თქვენს გადაცემაში რეზბალნიცაზე იმყოფებიან და კონფერენციებს ხელმძღვანელობენ სინამდვილეში იქ არ იმყოფებიან. მესამე საკნებში გადაღებული კადრები რომელიც თქვენი გადაცემისთვის გამოიყენეთ 2012 წლის მარტსა და აგვისტოშია YouTube-ზე ატვირთული ხელისუფლება კი 2012 წლის ოქტომბერში შეიცვალა. და მეოთხე ასევე ერთ-ერთი პატიმარი რომელიც თქვენს გადაცემაში ახსენეთ სხვა პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის გამო წელიწადზე მეტია ტუბერკულოზის ცენტრიდან გადაყვანილია სხვა მკაცრი რეჟიმის ციხეში რის გამოც მივიღეთ ბევრი კრიტიკა ის პატიმარია რომელზეც ჩვენ უკვე სახალხო დამცველთან ერთად ვისაუბრეთ. ეკა ანუ პრეტენზია ეხება კადრების ავთენტიკურობას და პერიოდს თუ როდის არის ეს ფაილები ჩაწერილი. რამდენად შეიძლება დარწმუნებით იმაზე საუბარი რომ ეს ჩანაწერები სწორედ იმ პერიოდს ასახავს რომელზეც შენს გადაცემაში იყო საუბარი. კი ბატონო, ჯერ რაც შეეხება ბატონ თალაკვაძის გამოხმაურებას Facebook-ზე, იქ არ დამდგარა, მას არ დაუყენებია ეჭქვეშ კადრების ავთენტურობა, ამაზე სხვა მაღალჩინოსნებმა ისაუბრეს, ან ყოფილმა მაღალჩინოსნებმა. კი, ზოგადად დადგა ავთენტიკურობის საკითხი. მე ესე გავყოფთი გამოხმაურებას ამ გადაცემაზე გიორგი, ერთი თალაკვაძის შედარებით სერიოზული და ოქტომბრივად ჩავყვები ას პრეტენზიებს და მეორე უკვე საკმაოდ არასერიოზული, რომელიც გააკეთეს ოზარ სუბარმა, გიავოლსკიმ და ასე შემდეგ. მოდით ჯერ არჩილ თალაკვაძით დავიწყოთ. მან თქვა, რომ ესე იგი პირველი არგუმენტი იყო, რომ ეგრეთ წოდებული რეზბალნიცაში იყო რემონტი და ამიტომ ეს ვერ იქნებოდა გამოყენებული საკონფერენციო სივრცე. ძალიან საინტერესოა, რომ ბატონი თალაკვაძე სურათში კი უთითებს როგორც შემდეგ მე ვნახე, მაგრამ ტექსტში არსად არ უწერია მას როდიდან დაიწყო, რომელი თვიდან დაიწყო რემონტი ამ დაწესებულებაში. შემდეგ აღმოვაჩინოთ, რომ 1 ივლისს დაიწყო და ეს ჩანაწერი, რომელიც ჩვენ გაჩვენეთ და რომელიც ამ დაწესებულებიდან იყო ჩაწერილი, ეს არის 18 მარტს გაკეთებული, ასე რომ ეს არგუმენტი გაბათილებულია. ეს ერთი. რაც შეეხება მეორე, ის ამბობს, რომ ერთ-ერთი პატიმარი საერთოდ არ იმყოფებოდა იქო. ჩვენ სრული პასუხისგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს მასალები, რომელიც გამოვაქვეყნეთ, არის აუთენტური, ამას მოყვება ცნობა გატარებული ოპერატიული მუშაობის შესახებ. აქ არის მითითებული, ვინ მონაწილეობდნენ ამ სატელეფონო საუბრებში, ამ ადამიანების ბიოგრაფიებია, არის როდის მოხდა ამ ცნობის გაცემა და ეს ცნობები არის გაცემული 2013 წლის მარტში და ამ ცნობების მიხედვით ეს ადამიანები იმყოფებოდნენ ეგრეთ წოდებულ რეზბალნიცაში. თუ არ იმყოფებოდნენ მაშინ ოფიციალურად, მაშინ იმყოფებოდნენ არაოფიციალურად, ეს კიდევ ერთი პრობლემა, კორუფციული გარიგების შედეგად შეიძლება იქ მოხვედრილიყვნენ ადამიანები, რომელთაც იქ ყოფნა თქვათ არ ეკუთვნოდათ, ხო? ეს მეორე არგუმენტი. რაც შეეხება მესამე არგუმენტს, რომ YouTube-ზე ატვირთული მასალები 2012 წელს ბატონი თალაკვაძეც ამბობდა და შემდეგ როდესაც ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო ეს არის ყველაზე სასაცილო არგუმენტი ამ თელ წერილში ისე იმიტომ რომ აქ YouTube-ის მასალებზე საერთოდ არ არის საუბარი. ჩვენ ძალიან ცხადად, როგორც ჩვენს ანონსში, ისევე გადაცემაში ვთქვით, რომ ჩვენ ვფლობთ აუდიო მასალებს. არანაირი YouTube-ის მასალებზე და ვიდეო მასალებზე იქ არ იყო საუბარი. ამიტომ ამ ვიდეო მასალთან ყველა მასალა ხა შენ ძალიან კარგად იცი, ჟურნალისტმა ყველა მიცის, რომ ჩვენ საარქივო მასალებს ვიყენებთ ტექსტის გადასაფარად, სხვანაირად არ ხდება. ის მასალები, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ ამ გადაცემაში, ძალიან ბევრი იყო არქივიდან, მათ შორის ასევე იყო ეს ვიდეო მასალები, რომელიც მართლაც ატვირთულია YouTube-ზე, უკვე კარგა ხანია. უბრალოდ ეს ჩვენ ვაჩვენეთ იმის
საილუსტრაციოდ თუ როგორ ხდება საკნებში ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევები და ყველა მასალას ეწერა რომ ეს არქივია და საერთოდ არ ყოფილა საუბარი რომ ეს ჩვენ ვიდეო მოვიპოვეთ ექსკლუზიურად ან ახალ რამეს გაჩვენებთ აქ იყო საუბარი მხოლოდ აუდიო ფაილებზე და ძალიან საინტერესოა ეს ყურადღების გადატანის ეს მეთოდი ხელისუფლების მხრიდან მათ დაიწყეს ამ რაღაც საარქივო მასალებზე საუბარი როდესაც ჩვენ პრობლემას ვაჩვენებთ აუდიო ჩანაწერებით და არავითარი ვიდეო ჩანაწერებით ესეც მესამე არგუმენტი მე ვფიქრობ რომ გაბათილებულია და მეოთხეს თუ შემახსენებ რა იყო ეს იყო შენ პრინციპში ყველა არგუმენტი უკვე ჩამოაყალიბე მე მაინტერესებს ეკა შენ თქვი რომ იყო ასევე მე მინდა ამასაც გამოვეხმაურო რომ ეს არისო მგზავნილი ეს გზავნილებიო რომ დამნაშავეებს ასეთი ციხეების აღარ ეშინიათო ეს არის რაღაცა ირიბი გზავნილი ირიბად ხდება ციხეებში ძალადობრივი მეთოდების და პატიმრების მიმართ რეპრესიების წახალისება ასეთი გადაცემები წახალისება ნუ ეხლა ეს რა არის წახალისება ძალადობის წახალისება ეს მედია ეთიკის კოდექსში არის ძალიან ნათლად გაწერილი ამ ეთიკის არც ერთი მუხლი ჩვენ არ დაგვირღვევია და მე ვფიქრობ რომ საერთოდ წახალისება კრიმინალის თუ სუბიექტური მოსაზრების გამოთქმაზე მიდგა ჯერი როგორც გამოთქვა ბატონმა თალაკვაძემ წახალისება არის ის რომ პრობლემას როცა არ აღიარებს ხელისუფლება თვალს ხუჭავს პრობლემაზე რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ ამ აუდიო მასალებით ჩვენ გამოვაშკარავეთ რა პრობლემებია დღეს ციხეებში და როდესაც ხელისუფლება დგება თავდაცვით არა თავდაცვით არამედ თავდასხმით რეჟიმში და იმის მაგივრად რომ თქვას რომ პრობლემები არსებობს და შესაძლოა ობიექტური რეალობიდან გამომდინარე ეს პრობლემები გარდაუვალი იყო და მან მასთან დაიწყოს ბრძოლა ის თავს გვესხმის მედიას ჟურნალისტებს გვადანაშაულებს რაღაცა კამპანიების წარმოებაში მე ასევე მინდა ხაზი გაუსვა იმას რომ ეკა სახალხო დამცველმა მოითხოვა მთავარი პროკურატურისგან გამოძიების დაწყება შენ რამდენად მზარ ხარ რომ ითანამშრომლო გამოძიებასთან როგორც ვნახეთ შენ გაქვს შესაბამისი დოკუმენტაცია ამ ვიდეოთან ამ მასალასთან დაკავშირებით და შეიძლება ჟურნალისტისგან სასაცილოდ ჟღერდეს ამეთი შეკითხვა მაგრამ მაყურებლისთვის მაინც კითხავ აპირებ თუ არა რომ გაამხილო შენი წყარო რა თქმა უნდა არ ვაპირებ ეს არც დგას ეს საკითხი არასოდეს არ დადგება ის რომ თავისი წყარო გაამხილოს ჟურნალისტმა მე მიცავს კანონი და ამიტომ ამ გაუმხელებლობის ანუ წყაროს გამხელას მე ვერავინ ვერ მომთხოვს ამ შემთხვევაში სრულად დაცული ვარ რაც შეეხება თანამშრომლობას მე მაქვს მასალები მაქვს გაცილებით უფრო მეტი მასალა ვიდრე გამოვაქვეყნეთ ჩვენ შაბათის გადაცემაში ყველა მასალას მე სურვილის შემთხვევაში რა თქმა უნდა გადავცემ პროკურატურას და უკვე შემდეგ პროკურატურაზეა რამდენად წარმატებით გამოიძიებს ის ამ ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან მტკივნეულ საკითხებს ასევე მე მინდა გიორგი რომ არ გამომრჩეს როდესაც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ ეს მასალები 2013 წლის რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ არის ჩაწერილი სოზარ სუბარის მინისტრობის პერიოდში და დღეს პრინციპში ყველაზე არ გამორიცხა ბატონო რაც თავად სოზარ სუბარმაც არ გამორიცხა. ხო, მის პერიოდში არის ჩაწერილი და დღეს პრინციპში ჩვენ მისგან უნდა ვისმენდეთ პასუხებს ჩვენს კითხვებზე, რადგან მისი იყოფნის პერიოდში არის თავმოყრილი ყველა ეს პრობლემა და სოზარ სუბარმა რა ტაქტიკა აირჩა, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ მან განაცხადა, რომ ეს არასერიოზულია საერთოდ ამ გადაცემაზე ლაპარაკი და შემდეგ კიდევ უფრო უცნაური ახსნა მოძებნა და ადამ და ევას და კაენს და აბელს გადაწუდა და ამით ახსნა კრიმინალის მდგომარეობა. კიდევ არა თუ შეიძლება არა ძალიან გთხოვ ძალიან მნიშვნელოვანი რამეა და კი ბატონო ვოლსკიმაც ასევე რაღაც საბჭოთა პროპაგანდის მეთოდით დაგვიპირისპირდა და თქვა რომ ამდენი რამე ხდება ქვეყანაში და თქვენ თუ შეიძლება თუ შეიძლება მე დებატებში არა ვარ პოლიტიკოსებთან დაასრულებს ხალბატონი ეკა და გადმოვდივარ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანია თუ შეიძლება და უკვე სტუმრები ითხოვენ სიტყვას ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბატონი თალაკვაძე რომელთაც ამ ყველა კომენტარს შორის ყველაზე სერიოზული ასე ვთქვათ გამოხმაურება ქონდა იქ მას არ ულაპარაკია იმ პრობლემებზე რომელსაც ამხელს ეს აუდიო ფაილები ასე ვთქვათ ეს არის ეგრეთ წოდებული ოფშაკის აკრეფა ეგრეთ წოდებული მაყურებლები მათგანზე ჩვენ არ მიგვიღია სერიოზული გამოხმაურება დიდი მადლობა ეკა დიდი მადლობა ეკა კვესიტაძე განსხვავებული აქცენტების ავტორი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში და ახლა გადმოვდივარ ჩვენ სტუმრებთან რომლებიც დიდხანს ელოდნენ კვესიტაძეს გადაცემა იყო საკმაოდ ჰქონდა მას საშუალება მოსახლეობისთვის მიეწოდებია პირველი მინდა მოსახლეობისთვის გარკვეულად თქვა რაც თვითონ ხალბატონმა ბრძანა რომ აუდიო ჩანაწერს ასე ვთქვათ
გაყალბებული ვიდეო ჩანაწერი დაურთო. ის კი არ განუსაზღვრია. ამაზე არ იყო ბატონო. მოსახლეობა შეექმნა წარმოდგენა. ამაზე არ იყო საუბარი. მე ავხსნი რომ უბრალოდ მე ვსაუბრობდა მე ავხსნი. მე ავხსნი რა თქვა მე იმიტომ რომ ვიცი მე თვითონაც ვმუშაობ ტელევიზიაში და ვიცი ეს როგორ ხდება. ეკა მიგულისხმა უბრალოდ ის რომ ვიცი ტელევიზიაში როგორ ხდება გასაგებია, კარგად ვიცით ესეც გასაგებია, მაგრამ მაყურებლისთვის გასაგებია. მაყურებლისთვის ხსნის სწორედ მე და გააგრძელებთ თქვენ. დებატებში ვართ მე და შენ მომეცი ჩემი პოზიციის დაფიქსირებით. მომეცით საშუალება უბრალოდ რომ არქის ინტერესი დავიცვა და ავხსნა რა პრინციპით იყო დამზადებული გადაცემა. და თქვენ გეკნებათ საშუალება თქვენი არქის ინტერესები დაიცვა. ორ წამში ჩავეტევი ხოლმე. ბატონო გიგა. საუბარი იყო იმ კადრებზე, რომელიც როდესაც ეკას ტექსტი მიდიოდა მაგალითად გადაცემის განმავლობაში და ეწერა არქივი, მაშინ იყო გადაფარული ეს ვიზუალური მასალით, რომელიც იყო არქივიდან აღებული. ვიზუალური მასალით იყო ნაჩვენები, ამ დროს იყო გახმოვანებული და წარმოდგენა იყო შექმნილი ისე თითქოს ეს რა ხდებოდა დღევანდელ რეალობაში და ჩანაწერი და ვიდეო მიდიოდა ერთ სინქრონში. ეს იყო რეალურად ის მოდელირებული ქრონიკის გაგრძელება, რასაც ეკესიტაძე ემსახურებოდა. აქ არის თავარი ბატონო გიგა შეცდომაში მაყურებელით. იმიტომ რომ ეს არის სატელევიზიო მუშაობის ჩვეულებრივი რეჟიმი, როდესაც ტექსტის ტექსტუალური მასალის, რომელსაც არ აქვს ვიზუალური თანხლება, ხდება არქივის მასალით გადაფარვა და ამ დროს ყოველთვის ჩვენს გადაცემაში და მათ შორის ეკას გადაცემაშიც მითითებული იყო, რომ ეს არის საარქივო ვიზუალური მასალა. მოსახლეობას გავაგებიო იმ საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, როგორც ჩემთვის არის ცნობილი კვეთება 5 ადამიანი, ჯერ ავთენტურობაზე კიდე თალკეა თემა, მაგრამ მოსახლეობისთვის კაფეოდ გასაგები რო იყოს, მინდა ვთქვა, რომ ამ 5 ადამიანიდან 4 ადამიანი არის პასუხისმგებლობაში მიცემული ქურდული სამყაროს წევრობისათვის, 3 არის დაპატიმრებული და ერთ-ერთი სასამართლო ახლა მიმდინარეობს, ხოლო 1 არის ძებნაში. ასე რომ როცა ოპერატიული ინფორმაციას თუნდაც ხდებოდა რომ ვიღაცამ დააპირა ვიღაცაზე ეწოლა და ამით ტელეფონით რაღაც ასე ვთქვათ საქმეების გარჩევის ცდელობა ჰქონდა და აპირებდა რომ ორგანიზება გაუგეთა. შედეგი რა დადგა? შედეგი დადგა რომ ეს ადამიანები და მუდმივად ნებისმიერ ქვეყანაში კრიმინალი, რისი კრიმინალია, მას აქვს ცდელობა რომ თავისი რაღაც ბრაკული გეგმები დასახოს, მაგრამ ხელისუფლებამ რეაგირება უნდა გააკეთოს და არა იმ მეთოდებით როგორც თქვენ მართავდით ქვეყანას, არა იმ მეთოდებით რომ სასამართლოშია მათი საქმეები განიხილება და სამართლიანი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. ზოგადად რეაგირებას აპირებს ხელისუფლება აი ამ მასალების გამოქვეყნების შემდეგ. დაკავებულია ეს ადამიანები, 4 ადამიანი, 5 ადამიანიდან არის დაკავებული, 3 ადამიანი არის საპატიმროში და მათი სასამართლო მიმდინარეობს, 1 ადამიანია ძებნაში. მეტი, ამაზე უფრო მეტი რეაგირება რა უნდა იყოს ზოგადად. როცა კრიმინალის დაგეგმა მიმდინარეობს, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მიმდინარეობდეს, მე არ ვიცი ამ კონკრეტული ამ სატელეფონო საუბრებიდან გამომდინარეა თუ სხვა საუბრებიდან გამომდინარე. არავინ არ უარყოფს, რომ ეს ადამიანები არიან კრიმინალური ავტორიტეტებთან, ასე ვთქვათ, უინსონში ყოფი ადამიანები და ამიტომ პროკურატურამ დააკავა და გადასცა სასამართლოს და სასამართლოში განიხილება ამ პიროვნებების სხვადასხვა თემებზე, ასე ვთქვათ, მათი ხვალიდელი და მომავალი დღე. რაც შეეხება მე მინდა მოსახლეობა შევახსენო 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ რას გვეუბნებოდა ნაციონალური მოძრაობა და რა იყო მათი ძირითადი მესიჯები, რომ თუ ქართული ოცნება გაიმარჯვება ხელისუფლებაში მოვა, შუქები ჩაქრება, ევროპა დავივიწყოთ საერთოდ, კრიმინალი გაიზრდება, ეკონომიკა დაინგრევა, რეალობა რა მივიღეთ, მოსახლეობა კარგად ხედავს იმ რეალობას, რაც არის, რომ არ შუქები ჩამქრალა, ევროპა კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ხელმოწერილია, რუსეთთან ყოველ შემთხვევაში იმ ურთიერთობის დარეგულირება, რასაც ეკონომიკური მდგომარეობა ქვია არის და საგარეო პოლიტიკა თუ საშინაო პოლიტიკა მიდის წინ ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი ბოლო წლებში არ არის გასაგები თუ შეიძლება მასმევიდა ძალიან ზოგადად კონკრეტული პრობლემა და კონკრეტული თემების გვაქვს გასახილველი თუ შეიძლება კონკრეტულად მიდივარ იმ მიზნისაკენ რას ემსახურება ეს ყველაფერი ჩვენ გახსოვს რომ ნიკა გვარამია ამ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი კვესტიტაძეს ბოკერია დაგვიერდა რომ ჯოჯოხეთს მოაწყობდა ამ ქვეყანაში და ეს ყველაფერი ეს ასე ჯოჯოხეთის მოწყობას არ იმისათვის არის მიმართული რომ ჯოჯოხეთის რა თქმა უნდა ჯოჯოხეთის მთავარი ასე ვთქვათ დირიჟორი მიშა სააკაშვილი შეკვეთები შეასრულოს და ახლა ეს ყველამ კარგად იცის და რატომ ამბობ ამას თუ ამბობ ფაქტებიდან დაყრდნობით მაგალითად თქვენ ამბობთ რომ კრიმინალი გაიზარდა ქვეყანაში მე მაქვს მონაცემები 2011 წელს აგვისტოში
მოხდა 11 მკვლელობა. რუსთავი ორმა გააშუქა 2-2 მკვლელობა და ისიც მესამე მეოთხე ასე არ არის. მე არ ვიცი საიდან გათქვენ. მე მაქვს ეს მონაცემები. მე თქვა ბატონო გიგა არ მინდოდა ამის თქვა, მაგრამ თქვენ მას შემდეგ რაც საუბარი დაიწყეთ სისტემატურად სწორედ თქვენ ცდილობთ რომ მაყურებელი შეიყვანოს შეცდომაში. ჩვენ ამაზე სიუჟეტები გვაქვს გაკეთებული ის შესახებ რომ რუსთავი ორმა გააშუქა ყველა 2014 წლის აგვისტოში მოხდა დანაშაული რომელიც სტატისტიკაში 2014 წლის 11 ეს აგვისტოშიც მოხდა 11 მკვლელობა და გაშუქება არის 100% და პირველ ხაზია ეს ყველაფერი გამოტანილი. ეს არის იმის ჩვენება, უფრო მეცაც 2000. მე ისევ რუსთავი ორის პოზიციიდან გეტყვით. ჩვენ ამას პირველად ვამბობ, ეს არასდროს არ გაჟღერებულა ჩვენი ეთერით, მაგრამ ამ შემთხვევაში მე იძულებული ვარ ვინაიდან ჩვენ რომ დომოდა თქვენ იცით რომ 180 მკვლელობა მომისმინეთ და მიპასუხეთ შემდეგ. ბატონო გიგა, ჩვენ რომ დომოდა გამძაფრება სიტუაციის. აი ამაზე პასუხობ სწორედ ბატონო გიგა. მე ან ჩემ კოლეგებს რომ დომოდა გამძაფრება სიტუაციის და ბევრად უფრო მუქად წარმოჩენა. ყველაფრის ჩვენ არ დაგვჭირდებოდა ამის მოგონება ვინაიდან კურიერში ჩვენი 4 თანამშრომელი გაქურდეს, ფაქტობრივად დაუცარიელეს ბინა, მაგრამ ჩვენ არასდროს არ გამოგვიყენებია ეს იმისათვის, რომ ქვემოქმედა მაყურებელზე არც ერთი ფაქტი არ გაშუქებულა. ჩვენ პირველ რიგში მაშინ ამას გავაშუქებდით. ჩვენ შეგვეძლო პირდაპირ გამოსულიყვნენ ეს ადამიანები, ყოველგვარი რესპონდენტების გარეშე იქამდე არსებობდა, მაგრამ მოდი ახლა ფაქტებით ვილაპარაკოთ. 2010 წელს მოხდა 180 მკვლელობა და გაშუქება იყო 30% მაქსიმუმი და 2013-ში მოხდა 52 მკვლელობა და გაშუქება არის 100%-ით. ჯერ ერთი კრიმინალის გაუარესება საჩანს 180 მკვლელობასა და 52 მკვლელობას შორის. უფრო მეტი 2012-ში მოხდა 115 მკვლელობა, 115 მკვლელობა მოხდა. თუ შეიძლება მაცალეთ. საიდან იცით რა გააშუქა რუსთავი ორმა ამ წლებში? სად რანაირად მაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს იყო ღია და საზოგადოება უყურებდა და იმის მონაცემების ვინცლიდა ამას. არქივი არის მხოლოდ ჩვენთან. ვინც ითვლიდა იმამ მომატოდა ეს ინფორმაცია. ვინც ითვლიდა იმამ მომატოდა და თქვენ შეგიძლიათ არქივები ამოიღოთ და თქვენ თვითონ ნახოთ და არტყმდეთ. რა ვსთავარია, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება ის სიკეთეები რაც ხდება ქვეყანაში, ისი რეალური გზნობა არის. აი მოდი ვთქვათ, რა ხდება დღეს კახეთში? არც თქვენთაგანს არ აინტერესებს? რა ხდება რომ დღეს კახეთში რეალურად რთველი ისე მიმდინარეობს როგორც არასდროს. ორჯერ გაიზარდა ღვინის ექსპორტი. გასაგებია, მე უნდა გადავიდე 25 მილიონზე ავიდა, ეს არ გაინტერესებს. მე უნდა გადავიდე თქვენს ოპონენტებთან, რომლებიც თქვენ ძირითადად დაკავებული ხართ ახლა რუსთავი ორის დადანაშაულებით, რასაც აგრეთვე მიეჩვია მაყურებელი. მოსახლეობასაც ვახსენებ. მაგრამ ჩვენ როდესაც ვაშუქებთ ფაქტებს, ყოველთვის არიან რესპონდენტები, ყოველთვის არიან თვითმფრინავები, რომლებიც საუბრობენ ამაზე. მოდი ახლა გამოვიდა აგერ უჩან ანუაშვილი და თქვა ადამიანმა გარკვევით რომ არის რეაგირება და შემთხვევები არის ერთეული. იმიტომ რომ შესაძლოა თქვენ კარგად გახსოვთ წინა წლებში სამწუხაროდ 2012 წლამდე როცა გამოდიოდა სახალხო დამცველი პარლამენტი საერთოდ იგნორს უკეთებდა, ცნობადაც არ იღებდა და არც ერთი რეაგირება არ ხდებოდა. ეს იყო რეალობა და თქვენ უნდა დაინტერესეთ ამ შუალედით, რა იყო მემკვიდრეობა, რა არის დღეს, ვინ ამბობს დღეს, რომ ჩვენ იდეალურ მდგომარეობაში ვართ. პირდაპირ ეთერში უჩან ანუაშვილი და ვთხოვით რომ ეს ყველაფერი ეთქვა პირდაპირ ეთერში. მაგრამ ანალიზი გაკეთება ხო თქვენი მოვალეობაა. თქვენ ამისთვის ხართ ამ თქვენ ვინახავთ ჟურნალისტი. თქვენ ვერ ხედავ რომ მხოლოდ ჟურნალისტი ხართ. თქვენ მხარე წარმოჩინდით ბატონ გიორგი და მიკვირს. არის მართლა არ მართლა საშუალება თქვენ პირდაპირ და დაუფარავად ადანაშაულებთ ჩემს კომპანიას. თუ გადანაშაულებთ რამეში თქვენ შეგიძლიათ. მე ვამბობ ფაქტებს, ეს ფაქტები არის სტატისტიკით დადასტურებული და რომელსაც ბევრი არენდობა. მაგალითად ოპოზიცია. სამაგერო დენდობა ქართული მოსახლეობა. კარგი, მოусმინოთ ოპოზიციას. ბატონო აკო, რამდენად ადეკვატურია ხელისუფლების რეაქცია იმ ფაქტებზე, რომელზეც საუბრობს არა მხოლოდ რუსთავი ორი, არამედ არასამთავრობო სექტორი, საუბრობს საზოგადოება და საუბრობთ მათ შორის თქვენ. მე მინდა ძალიან სამწუხარო ფაქტი აღვნიშნო, რაც მე ამ სტუდიაში უკვე შევამჩნიე, როდესაც მაგალითად ქალბატონი ირმა საუბრობდა დანაშაულებზე, როდესაც საუბრობდა დაყაჩაღებულ ქალბატონზე, გუშინ, როდესაც საუბრობდა სხვა დანაშაულებზე, მძიმეზე, მათ შორის მკვლელობებზე, ქალბატონი გუგულის ეღიმებოდა და იცნობდა და ბატონი გიგაც ცდილობდა თემიდან გადასულიყვება. მე მეღიმებოდა. დავასრულებ, თუ შეიძლება დავასრულებ. დავასრულებ თუ შეიძლება. და ბატონო გიგი, ბატონო ერთი წუთი ძალიან გქონდა ერთი წუთი. მე თქვენ არ გიშლი ვითმენდი, ბევრ არასდროს რაღაცება რომ ვითმენდი. ბატონო გიგი, და თელი ცდელობა,
და თქვენი სახე არის ბედუკაძე, სხვათა შორის, ბატონო გიგა. და ის თქვენ არ დასაჯეთ და გაუშვით. და მთელი ეს საუბარი, რასაც ჩვენი ოპონენტები დღეს საუბრობდნენ, არ არის საუბარი პრობლემებზე, არ არის საუბარი პრობლემების გადაწყვეტის გზებზე. მთელი მათი მცდელობა არის, რომ როგორმე თვალი დახუჭონ იმ სერიოზულ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაშია, ამ შემთხვევაში კრიმინალს გულისხმობ, დანაშაულის გამწვავებას გულისხმობ, ციხეში მაფიის გაბატონებას გულისხმობ, ამაზე თვალი დახუჭონ და შეტევა მიიტანონ მედიაზე და ჟურნალისტებზე. აქ მუდმივად ლავირება ხდება სტატისტიკური მონაცემები. მე შევა განცდა გულწრფელად, ჩემო მეგობრებო, რომ თქვენთვის ქართული საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები სტატისტიკური ცვლადები არიან. ეს სტატისტიკური მონაცემები არის. სტატისტიკაზე რომ მესაუბრებ, ბატონო გიგა. სტატისტიკაზე რომ მესაუბრებ, ბატონო გიგა. ამ სტატისტიკით დაელაპარაკეთ აი ქალბატონს და მის შვილს, რომელიც ვანში გაუთავდა. დაელაპარაკეთ იმ ადამიანს, ვით ავლაბარში და 52 მკვლელობა. ჩარევა ტაქტიკა ჩარევის. ერთი და იგივე სიტყვებით რომ გამოდიხარ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაღაცა ჯოჯოხეთის მოწყობა. არეულობა, საიდან მოიტანეთ ესეთი რაღაც? არეულობის არეულობაზე არ ყურადღებას გადატანა იმ სიკეთეებზე, რაც ხდება ქვეყანაში, გინდა ისტერიული ეს სიკეთეებზეც გადმოვალ, მე სიკეთეებზეც გადმოვალ. მაგრამ თავარი საკითხი აქ რა არის, ცით? თქვენ მართლა ეს ადამიანები გონიათ სტატისტიკური მონაცემები და სტატისტიკურ ცნობიერებას. მე გითხრათ 2000-ზე ორიენტირებული ქვეყანაში 600,000 პრობაციონერი და სტატისტიკაზე მე მეუბნება. დაასრულოს ბატონო აკაკი და შემდეგ შეგიძლიათ იკავო. დამასრულებინებთ გისმენთ ბატონო არგუმენტები არ აქვს. მესმის რომ არგუმენტები არ აქვს, მესმის რომ პასუხის პოზიცია არ გაგაჩნიათ, პასუხი გიჭირთ, მაგრამ დებატები საზოგადოებამ უნდა გაიგოს ჩვენი მიდგომები. რაც შეეხება ციხეში გაბატონებულ კრიმინალს, თქვენ მართალია განაცხადეთ ქალბატონო გუგული, როდესაც სამუშაო ვითარებაა და საქმიანი და მუშა პროცესია ციხეში. დიახ, იცით ეს საქმიანი და მუშა პროცესი რაში გამოიხატება? დღეს მერვე საპრობილეში მაყურებელი განკარგავს რომელ კამერაში შევა იგი და რომელ კამერაში შევა მისი ეგრეთ წოდებული ბრატები. და სხვათა შორის ეს იგივე მაყურებელი ამბობს. ყველაფერს აგიხსნით ქალბატონო გუგული. თქვენ ბევრი რამე ერთი გამოსულებინა და აგიხსნით. თუ გინდათ რომ დისკუსია ქონდეს გაგიხსნით. თქვენ საიდან იცით? ეს მაყურებელი ამბობს რომ დირექტორის მოადგილე არის მისი სიზრები მოვისმინო. ბატონო აკაკი, საიდან გაქვთ თქვენ ეს ინფორმაცია აინტერესებთ თქვენს ოპონენტებს? ბატონო გიგა, თქვენივე რუს ოლიგარქს პირდაპირ ეთერში დაურეკეს ციხიდან. პირდაპირ ეთერში დაურეკეს ციხიდან, თუ გინდათ პასუხი გაიგოთ აგიხსნით. და აუხსნით პრობლემებზე ესაუბრნენ და ასევე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტელეფონით რო რეკავენ, თუ იცით პატიმრები და თავის პრობლემებზე საუბრობენ. ბატონიჩო, ესეთ კარგად მოგეხსენებთ. როცა საუბრობთ, ეს 4 პატიმარი. როცა საუბრობთ, ეს ღამის საათებში არავითარი უფლება არ აქვს, ბატონო გიგა. და თავარი პრობლემა იცით რა არის? არც თავარი პრობლემა ბატონო გიგა იცით რა არის? კანონიერად არაერთი ადამიანია უკვე პასუხისგებაში მისული დიახ პატიმრები. მითითება გაქვთ რომ ესე ხელი შეუშალოთ და სალაპარაკის საშუალება არ მქონდა. მე თქვენ არ შემიქვეთ, არ შემისვლია. მოусმინოთ ბატონო აკაკის. როცა კახაკალაძე დავუსმინოთ. როცა კახაკალაძე კანონიერ ქურთან, ერთ-ერთ სოფლიოში ცნობილ მაფიოსთან, ტაივანჩიკასთან ფოტოებს იღებს და ამით ამაყობს. როდესაც თქვენი იუსტიციის მინისტრი კრიმინალურ ავტორიტეტთან ფოტოებს იღებს და ამაყობს, ფოტოშოთში იმის ძმასთან, ვის ჩანაწერებში იყო. როცა ისევე კახიკალაძე 800 ქურდზე საუბრობს და ამით ბაქიბუქობს საკუთარ მეგობრებთან და თანამოძმეებთან. და როდესაც თქვენ რემენა და სხვა კრიმინალური ავტორიტეტები სამთავრობო ესკორტებით გაკავთ, ეს არის მწვანე შუქი მათთვის და ეს მწვანე შუქი მათ გაიგეს. როდესაც მე ჩვენ დიდი ხნის წინ, ერთი წლის წინ გავაკეთეთ ბრიფინგი. რემენა რა უყავთ? ერთი წლის წინ გავაკეთეთ ბრიფინგი. სადაც თქვით რომ არის ობობას ქსელი ციხეებში. ეს იყო მე შევა ხელისუფლებისთვის ობობას ქსელი, რომელიც არის ციხის საავადმყოფოში და მაგიტომ არემონტებენ ციხის საავადმყოფოს იქ რომ კომფორტული პირობები შეუქმნათ. ეს არის ახლა გამოიძიეთ, რომელი ფაქტი გამოიძიეთ, ბატონო გიგა, რომელი ფაქტი გამოიძიეთ? ამ ჩანაწერებზე საუბრობთ, ჩანაწერებზე საუბრობთ, არც ერთხელ არ გიქვით. 5-დან 4 ადამიანი დაკავებულია. 4 დაკავებულია ციხეში ზის და მეტი. არ გესმით. შეგესმით, რას გეუბნები? რაღაც ციხეში არის ქურდულ სამყაროზე და სასამართლო მიდის. ახლა არიან, იმიტომ არიან მაყურებლები, თორე გარეთ რო იყო იქ
სანამ ამბობე შევერ გაგეს სანამ ამბობე ჩანაწერი გაგებდაო იმის მერია ეს ხალხი დაკავებული ციხეში კი არ არიან მერი არიან დაკავებული და სასამართლო მაგას გეუბნებით პარასაც ეგრე დააკავეს და სწორედ ციხეში როა ტერიტორია მაყურებლები მაგრამ რაღაცა თუ ეს არ გესმით ხა ნუ ეტი რაღაცა ვისაუბროთ ციხიდან მართავენ ციხეს მართავენ კრიმინალს მართავენ ცნობილია ხუთი ადამიანი ფიგურირებს ამ საუბრებში და ამ ხუთიდან არის 4 აი ამაზეა რა რეაგირება მეტი რა უნდა იყოს კაცი ხეშია ერთხელ მაინც გეხსენებიათ რომ გამოვიძიოთ ეს ფაქტები არც ერთხელ არ ახსენეთ შეტევა განახორციელეთ ჟურნალ აი ეს საუბრები რატო არც ერთხელ არ დღეს არის ხო დებატები და გეუბნები უკვე გამოძიებულია დაგვიანებულია ჩაიარა იმატარებელმა რაზედაც როგორ ხდება საუბრები სატელეფონო კანონის დარღვევით ვინ არის პასუხისმგებელი რატომ არის ოდისა ჩაწერილი კვესიდაზე არის დარბაისელი რომელსაც დანიშნეს სადაც მაღალ თანამდებობაზე პასუხისმგებელი რომელიც 100,000 პრემიას იღებდა რომელიმე გამოძიება ჩაატარეს აგერ მაგ სია აი უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება 40 გაკმაურებული საქმე არც ერთი გამოძიებული არ არის მათ შორის ციხის საქმეები კონკრეტულად სხვა საქმეები ძალადობა მოწმეებზე ალლა როგორ არის ციფრს იტყვი და მე შინაში არ შედიხარ სირცხვილია რა მოსახლეობა გვისმენს და ადამიანები გვისმენენ ციფრს ამბობს და ვეცარ კონკრეტულად გეტყვი ყველა საქმეს ჩამოგითვლით და თქვენგან მოვთხოვ ადეკვატურ პასუხს. ოღონდ კი არა მე რომ ჟურნალისტ შეტევა დაიწყო და ერთხელ არ ახსენოთ რომ არ მიუთითოთ ან არ მიმართოთ პროკურატურას რომ გამოიძიეთო. როგორ ხდება ეს საუბრები კონფერენცის ქონები კეთდება. გამოიძია დაგაგვიანდა. დარბაისელი სადიყო სოზარ სუბარი. მე იმას კი არ ვიდექ ისინი ზიან. ისინი ზიან და მაყურებლები არიან. მაგრამ იმათ რომ პრივილეგიები აქვს ეს არის გამოსაცდელი. მოდი რა ახლა გაირგვიეთ ჩვენ. ესა ქურდულ სამყაროსთან თუ თანამშრომლობთ. მაშინ რატო არიან ძიმე მდგომარეობაში თუ კომფორტულად არიან. აი შეთანხმდით რა ჩამოყალიბდით რა გინდა ერთი ამბობთ რომ მეორე ამბობთ რომ უკანონობა ჩავდივართ გამოირკვეთ და ჩამოყალიბეთ მადლობა ჩვენ კიდევ ერთი რესპონდენტი ველოდება და ისევ მე არ მეთქვის მართლა ვერ მივხვდი რა ზია ლაპარაკი და ყველა ტელევიზიაში ასე ხდება მოდის თუ შეიძლება ძალიან მოკლედ მე სტატისტიკას როცა ლაპარაკობ რაზე მაქვს საუბარი სასამართლოებში მიმართვიანობაზე როდესაც მოსმენა ჩართვაზეა პროკურატურა როცა ითხოვს რომ მოსამართლე ჩართოს ესა და თუ ის აბონენტი მიმართვიდან გამომდინარე 65%-ია მხოლოდ ნებართვა გაცემული დანარჩენზე უარსეულნება ეს არის დღევანდელი რეალობა დანარჩენ მე მინდა 2012 წლამდე აიღო 99% იყო ნებართვის გაცემა პირდაპირ მოსამართლე პროკურორს არც კი ეკითხებოდა რაზე იყო მოთხოვნა ეს არის რეალური სტატისტიკა ეს არის სასამართლო სტატისტიკა და ეს ოფიციალურად აქედან გამომდინარე პირველ შვიდთვეზე რასაც ციფრი გამოქვეყნებული და 2014 იგივე პერიოდში სხვა ციფრები პატიმრები არიან უკეთეს მდგომარეობაში როდესაც საუბარია რომ პატიმრები არიან უკეთეს მდგომარეობაში რა თქმა უნდა უკეთეს მდგომარეობაში არიან რატო იცი ერთ პატიმარზე დღეს იხარჯება $750-ზე მეტი ჯანდაცვა მადლობა არის გასაგები იმიტომ არ არის რომ თქვენ ხელისუფლების $140 იხარჯება ერთ პატიმარზე და ის პატიმარი რომელიც არ არის წამების ქვეშ და რომელიც ცოცხლზე არის უნდა გაზოგადო მდგომარეობაში არა თქვენ რა კიდათ იცი პატიმარი ციხეში ხავდე და ხაზით ხავდე იმაში რა ქვია ეს არის რეალობა დიდი მადლობა რატო არიან ქვეყნის გარეთ გაყვანილი აკაკი მადლობა მიფასუხეთ მადლობა ბატონო მეძულებული ვიქნები გაგითიშოთ ხმა იმიტომ რომ მაყურებელს ასე არ ესმის პროკურატურას გამოიძიო დიდი მადლობა ხალბატონო მოусმინოთ ხალბატონო გუგულით ბატონი გიგაც ამბობს რომ ამ პირებთან დაკავშირებით 5-დან 4 პირზე ისედაც მიმდინარეობს გამოძიება, ვინაიდან ისინი საპატიმროში გამოძიება კი უკვე საქმე აბსოლუტურად სასამართლო მიმდინარეობს, საქმის განხილვა მიმდინარეობს. რატომ არ ამბობს თუნდაც ამას პროკურატურა, უკვე სახალხო დამცველიც ითხოვს იმას, რომ პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ამ მასალების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. რატომ დუმს პროკურატურა? რატომ დუმს პროკურატურა რაზეც ჩათვლის საჭირო და რაზეც ექნება მონაცემები იმის მიხედვით სასამართლო პროკურორი არა ვარ, სასამართლო მიდის. მე უბრალოდ ერთ რაღაცაზე მინდა მე კითხვა მაქვს იცით რის მიმართ აი მე მეცოდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რომელიც გამუდმებით უსმენს ასეთი ტიპის რაღაცეებს რომ თქვა ახალი ამბების მართლად არის კრიმინალური ქრონიკა რუსთავი არა მხოლოდ რუსთავის სხვა
ტელევიზიაზე პრეტენზია ხო გაქვთ არა? აი რომელიმე ტელევიზია, სადაც CNN, BBC, ვინც გინდა, სადაც ყველა ქვეყანაში ხდება კრიმინალი. გინახია თქვენ საათი და 10 წუთი მხოლოდ კრიმინალზე იყოს ლაპარაკი და ერთ დანაშაულთან დაკავშირებით ერთ ადამიანს კითხავენ მეორეს, ერთი იტყვის რომ იცი გამიგია გასულა მეორე კრიმინალი. როგორ გეკადრებათ კრიმინალის დონე არანაკლებია ქვეყანაში ხო? საქართველოს და ტურისტთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა 5 მილიონ ნახევარზე მეტი შემოვიდა. თქვენ ეს რა შედეგი გონიათ? თქვენ არ გაინტერესებთ სხვა და ერთ-ერთი თემა არ გაიგეთებიათ. ეს გუდაურში გათოვლიან ხელოვნური გათოვლიანობა ის არც გაიგეთებიათ ამ თემაზე. მაგრამ ამაზე საათი გაინტერესებულთ. იმიტომ რომ პოზიტივი არ გაინტერესებთ რაც ხდება ქვეყანაში. ეს არის შემადგენელი ნაწილი ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიისა, რომელზეც ბატონმა მიშელ ზაკაშვილმა ძალიან განაცხადა, რომ რაც შეიძლება დაძაბულობა უნდა იყოს ქვეყანაში და მე მოსახლეობას უბრალოდ მოუწოდებდი. დაინახეთ კონკრეტულად რამდენი სიკეთე კეთდება და იფიქრეთ იმაზე თქვენი ცხოვრება როგორ უნდა ააწყოთ კარგად, იმიტომ რომ გიორგი ერთ-ერთი რა, აი ჟურნალისტი ალბათონი პრეზიდენტი სანამ გამოაქვეყნებდა ამ გადაცემას. ხო შეეძლო პროკურატურაში გაიგზავნა წერილი ან დაინტერესებულიყო იმ ადამიანების ბედით. და მას ხო შეეძლო ეთქვა რომ ეს ჩანაწერი ავთენტური არ არის ეს ცალკე თემა, მე ამ განხილვაში ვერ შევალ, მაგრამ რეაქცია ეს არის რომ ხელისუფლებამ ამ 5 ადამიანიდან 4 პასუხისმგებაში მისცა. იმ დროს იქნებოდა სრული ჩვენება, ცალი სახე კი არ იქნებოდა, ცალკარში თამაში კი არ იქნებოდა. იმ დროს იქნებოდა სრული გამოძიებული და სიუჟეტი და არა ის შემთხვევაში, როდესაც აუდიო ჩანაწერს ძველ მოდელირებული ქრონიკასავით ადებს რაღაცა სურათებს თითქოს ისე ვიგივესეო. თქვენ შესაძლოა შეყავთ მაყურებელი ქალბატონებმა. შეიძლება რომ მოусმინოთ ქალბატონებმა. ჩვენ არ გერევი და მე აღარ ვიყავ ამასთან დაკავშირებით განმარტება მაყურებლისთვის განმარტე უკვე, მაგრამ თქვენ იგივეს იმეორებთ. პროკურატურა გამოძიება თუ არ მოწევს გამოძიებისა სასამართლო შედეგები სტრასბურგის სასამართლო და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში გაცილებით უფრო თავისუფალია დღეს ადამიანი თავისუფლებების დაცვაში, ვიდრე იყო წლების მანძილზე და ადამიანები ამას იყენებენ, ამას მედიაც კარგად იყენებთ, რომ თავისუფალი ხართ და ამას ძალიან კარგად იყენებს ოპოზიციაც იმისთვის, რომ დაგეგმოს, რომ ქვეყანაში არის დაძაბული სიტუაცია. ქვეყანაში არის ძალიან ნორმალური სიტუაცია და ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ აფორიაქებთ მოსახლეობას. ამაზე ნუ კარგავთ დროს. ვიდრე ირმა დაიწყებდეს საუბარს. ტელევიზია მარტო იმაზე კი არ უნდა იყოს ორიენტირებული. ტელევიზია უნდა იყოს ორიენტირებული. დადებითი გააჩქოს უარყოფითი მოსახლეობას მისცეს კრიტიკული. გასაგებია, ქალბატონო გუგული, ნუ ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ უნდა იმუშაოს ტელევიზიამ, თქვენ რა თქმა უნდა ვერ მიუთითებთ ტელევიზიას. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რომ ყველა ტელევიზია ყველა ქვეყანაში ძირითადად აშუქებს არსებულ პრობლემებს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. დიდი მადლობა. არც ერთი ტელევიზია და თავისუფლება რაც კიდე და უბრალოდ მოსახლეობა მადლობა ქალბატონმა ირმა გიპასუხოთ. მიეცით საშუალება ქალბატონ ირმას რომ გიპასუხოთ. დებატებიც რო არ იყო 2012 წლამდე რუსთავი ორში. ის არ იყო ხო თქვენი პოლიტიკა. დებატებიც არ იყო და თქვენ ორი ჟურნალისტი ბრძანდებოდით ამ ტელევიზიის ხო? ის რეალობა ეს რო არ იყო. მოусმინოთ ქალბატონ ირმას. როგორ დიდი მადლობა. იგივე რო გეკეთებია 2 წლის წინათ ამ ტელევიზიას იგივე ეკეთებია დებატები შეექმნა პრობლემაზე ესაუბრა. მაშინ იქნებოდა თქვენ გეკეთებოდათ რაღაცა მორალური უფლებამයි და ასე გითხრათ. არჩევებისთვის მოусმინოთ ახლა ქალბატონ ირმას. თუ სიტყვის თავისუფლებაზე ვსაუბრობ, დღევანდელი ამბავი რო არ გავიხსენო, ნამდვილად არ შემიძლია. ქალბატონი ნუნუკას მამიდაშვილმა მისწერა წერილი მესიჯები მიქიაშვილს. ქალბატონი ნუნუკა თქვენი პრემიერ-მინისტრის მეუღლე, მისი მამიდაშვილი გახავთ ჯანყარაშვილი, ქალბატონ გუგული, ნუ მაწყვეტინებთ, მაცადეთ პოზიციის ჩამოყალიბება. სახელებით თუ დააზუსტეთ მაცადეთ. ქალბატონი ნუნუკას მამიდაშვილმა და ქალბატონ ნათია მიქიაშვილს მისწერა მესიჯი, სადაც იყო მუქარა და მოითხოვა, რომ რამენაირად არ გასულიყო ეთერში დიახ. მაპატიები უნდა შეგაწყვეტიო, ვინაიდან ნათია მიქიაშვილი ახლა თვითონ ჩაგურთვა პირდაპირ ეთერში და შემდეგ უკვე გადმოვალ შემთან და მე პასუხის გაცემის საშუალება არ მომეცა, როგორც ჩანს, ესეთი ფორმებით უნდა გამოვხატო პროტესტი, როგორც ბატონი გიგა და ქალბატონი გუგული საუბრობენ, მეც მომეცა. მე უბრალოდ არ მინდა რომ დავიწყოთ ნათია მიქიაშვილის საუბარი, ვინაიდან ის ნათია მიქიაშვილის შემდეგ, მაგრამ არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო უბრალოდ ნამდვილად. ვისაუბროთ ირმა იმ თემაზე, რომელზეც საუბრობთ, კი ბატონო, მთავარი არის რომ ჩვენი ხელისუფლება გარიგებაშია შესული კრიმინალებთან. ეს ჩანს ძალიან მარტივად, ეს ჩანს რომ თქვენ თვითმფრინავიდან დაკარგეთ კანონიერი ქურდი. არსებობს ეჭვი რომ
ვიცე-პრემიერი და ხვდა იქ თავისი ხალხი და გააცილა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ბატონ გიგა, რომ თვითმფრინავში ჩაჯდა, თქვენმა კონსულმა დაადასტურა, რომ ჩაჯდა თვითმფრინავში და თვითმფრინავიდან დაკარგეთ ეს ადამიანი. საწავიდა, თქვენ არ გაგიჩნდათ კითხვა? უნდა გაგიჩნდეთ ეს კითხვები და უნდა დასვათ ეს კითხვები და პასუხები მოითხოვოთ. ლავასოღლი, რომელიც მთელს აჭარას აკონტროლებს, თქვენ გონიათ თქვენი პოლიცია აკონტროლებს, ლავასოღლი აკონტროლებს და გადმოიყვანეთ სარფის საბაჟოზე, ჩარიეთ არჩევნებში და შემდეგ უკან გადაიყვანეთ. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნიანთან კავშირში დამშვიდით, ბატონ გიგა, მომეცით საშუალება, რომ პასუხი გაგცეთ. მომეცით საშუალება, რომ პასუხი გაგცეთ, ბატონ გიგა, მე არ ჩაგრევიათ. ასეთი მოქმედება პოლიციას ზოგადად აკნინებს, მათი ბრძოლის უნარს ასუსტებს და იმიტომ გვაქვს ის სიტუაცია, რომელიც გვაქვს. როდესაც თქვენ დაიწყეთ თავიდან იმით, რომ პოლიციას თავში ურტყავდნენ თქვენი აქტივისტები და ამაზე არ ქონდათ რეაქცია, მელორ ვაჩნაძე შეგახსენებთ. როდესაც აგრძელებთ იმით, რომ ნამორაძემ, რომელიც სასიკვდილოцема ადამიანი გარეთ გამოუშვით, როდესაც აგრძელებთ, რომ თქვენი კოლეგა დეპუტატი ციკლაური რომელსაც გატაცების მცდელობა იყო, ერთხელ არ გაგიშდა სურვილი, რომ მოგეკითხათ, რა ხდება ამ საქმეზე, გამოიძიეს, არ გამოიძიეს. ეს ყველაფერი დაუსჯელობის სინდრომს ქმნის, ეს ყველაფერი ქმნის იმ სიტუაციას, რაც არის და კი არ უნდა გეცინებოდეთ ქალბატონ გუგული, რომ ქალბატონი დაჭრეს და კი არ უნდა მეუბნებოდეთ, რომ ტყუილებს ვლაპარაკობ და მოვიკითხო რაღაცა მილიონები, რომელიც გადმომქონდა. არამედ ამაზე მე თქვენს ამბავს მოვიკითხავდი, ბატონ გიგა, 30,000 რო შესწირეთ ამ მაისში მე მილიარდელის პარტიას და სხვათა შორის თქვენ დეკლარაციას გადმოხედე, რომ მოვდიოდი, თქვენს მილიარდელის პარტია შეწერეთ, ჩვეულებრივი კორუფცია ეგ ამბავი, შემოსავალიც იმდენი გქონდათ, რამდენიც შესწერეთ, ფული არაფერში არ დაგეხარჯათ ამ წელიწადში, პული არ გიყიდიათ. ჩახედეთ დეკლარაციას და სხვა დროს ყურადღებით შეავსეთ ხოლმე, შემოსავალი და თქვენი შენაწილი არის ერთი და იგივე და თქვენი ოჯახებით ნუსაზღვრავთ ადამიანების, თქვათ, კეთილდღეობას და ასე შემდეგ. ქალბატონ გუგული თქვენზეც მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში. როგორც გითხარი, ცხოვრობდი, იმიტომ რომ შვილის ხელფასი ამ შემთხვევაში ამის საფუძველი. შრომობთ და ჩემი შვილის ხელფასიც მის მაღალ კვალიფიკაციას შეესაბამება. დიდი მადლობა ქალბატონი ნათია მიქიაშვილი ჩაგვერთვება ახლა, ვინაიდან ჩვენ საუბრობთ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროსთან და ასეთ გადაცემაში გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით ჩვენ ჩაგვერთვება ჟურნალისტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ის მუშაობს საავტორო გადაცემაზე, რომელშიც პრემიერ-მინისტრის ნათესავის ზვიად ჯანყარაშვილი ფიგურირებს. ეს ის ჯანყარაშვილია, რომელიც მალე სავარაუდოდ ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივნად უნდა დაინიშნოს. როგორც გითხარით, ნათია მიქიაშვილი გადაცემა ანატომიის ავტორია, ჩვენი მომდევნო სტუმარი. მოგესალმები, ნათია. ნათია, შენ ამბობ, რომ ჯანყარაშვილი გემუქრებოდა, რომ გადაცემა არ გასულიყო ეთერში. რა ფორმით დაგემუქრა ის და რატომ? გიორგი, ვიდრე თქვენი შეკითხვის პასუხზე გადავიდოდი ორ ეპიზოდზე, მინდა ყურადღება გავამახვილო, ქალბატონ ირმას მინდა შევუსწრო, რომ ინფორმაცია მიმართვაში მე გარკვევით მეწერა, რომ ზვია ჯანყარაშვილს ჩემთვის SMS-ი არ მოუწერია, მან დაიბარა ჩემი ოჯახის წევრი დაიბარა, რომელსაც უთხრა, რომ თუ მე ანატომიას გავაკეთებდი მის პიროვნებაზე, ის მე ძალიან ბევრ ცუდ რამეს გამიკეთებდა, ციტირებ მას, როგორც გადმომცეს ეს დანაბარები და კიდევ მეორე ამბავი, მე ხაზგასმით აღნიშნე ისიც, რომ ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მე არასდროს არ მიმიღია პირდაპირი მუქარა, რაც ჩემი კოლეგების მხრიდან როგორც ჩანს არასწორად იქნა აღქმული. მე შევახსენებ ბოდიშის მოხდით ჩემს კოლეგებს, რომ მე ვარ ის ჟურნალისტი, ვინც საკუთარ თავზე 7 ნოემბერი გადაიტანა და აღარ მოვყვები და რაც 15 ივნისი და ასე შემდეგ, მე არ დამვიწყები ეს ყველაფერი, მაგრამ პირდაპირ მუქარაში მე ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც გირგულიანს ვაკეთებდი და როდესაც გირგულიანის კვლელობის შესახებ გავიდა ეთერში სიუჟეტი, სადაც ფიგურირებდნენ ახალაია, ვასილ სანოძე, ეს ის ვასილ სანოძეა, რომლის მოადგილე მარჯვენა ხელი და მოგვიანებით უკვე მისი მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ჩიკვილაძე დაინიშნა სულ რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელად. როდესაც მე ამ ადამიანებზე ვაკეთებდი გადაცემას, არც ერთ მათგანს არ გაუბედავს პირდაპირ მუქარაში ეს ვიგულისხმე, რომ დაებარებინა ჩემი ოჯახის წევრი და მისთვის ეთქვა. ჯერ ეთხოვა გადაცემის შეჩერების თაობაზე გამოუვიდოდა თუ არ გამოუვიდოდა და უარის მიღების შემდეგ არავის არ უთქვამს ის, რომ მე ძალიან ცუდად ადეკვატურად მომექცეოდნენ და ბევრ ცუდ რაღაცას გამიკეთებდნენ. ხომ არ დაუკონკრეტებიათ რა იგულისხმებოდა ამ ბევრ ცუდ რაღაცაში? გიორგი, ამ ბევრ ცუდ რაღაცაში ნამდვილად არ დაუკონკრეტებიათ რა იგულისხმებოდა, მაგრამ მე დღეს პრესკონფერენციას ნამდვილად არ ჩავატარებდი, რომ არა ერთი ფაქტი, მოგეხსენებათ, რომ ჩემი ქმარი გახლდათ პოლიციელი სულ რამდენიმე თვის წინ, მაგრამ მას შემდეგ რაც მე გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გადაცემა ანატომია გავიდოდა რუსთავი 2-ის ეთერში, სულ
სულ მალე ჩემს ქმარზე დაიწყო ისეთი ტიპის ზეწოლა, მე აღარ დავწრულ მანდები, იმიტომ რომ ჩემს მეუღლეზე მისი ნებართვის გარეშე ვერ ვისაუბრებ, რომ ის იძულებული გახდა დაეტოვებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები მაშინ, როდესაც 18 წლიანი სტაჟის განმავლობაში მას ერთი საყვედურიც კი არ ჰქონდა პირად საქმეში შეტანილი. ნათია, რის შესახებ იყო ეს გადაცემა, რატომ გამოიწვია მან ასეთი გაღიზიანება? გაღიზიანება სავარაუდოდ ბუნებრივია, რომ გამოიწვევდა, რა თქმა უნდა, გადაცემა მზადების პროცესშია, მიუხედავად ზვია ჯანყარაშვილის მუქარისამე გადაცემის რიგითობას არ შეუცვლიდა მასზე გადაცემა ნამდვილად არ გადის პირველი ახალი სეზონისთვის. გადაცემა შეეხება ახალი ხელისუფლების პირობებში ბიზნესის გადანაწილებას თემას, რაც ბუნებრივი თემა ანატომიისთვის. თქვენ ვერცერთ სახელმწიფო რგოლს ვერ დამისახელებთ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში, როდესაც მე ანატომია არ მომიმზადებია ვინმეზე და შესაბამისად ჩემი გადაცემა აგრძელებს ამ კურსით მუშაობას. ზვია ჯანყარაშვილი ფიგურირებს როგორც პრემიერ-მინისტრის მეუღლის მამიდაშვილი, ფიგურირებს როგორც სახელმწიფო მაღალჩინოსანი ადამიანი, რომელიც არის decision maker-ი და ადამიანი, რომელიც ასევე იკავებს მომავალში როგორც გავრცელდა ინფორმაცია პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას. და ეს გადაცემაზე მუშაობა მე რამდენადაც ვიცი, შენ არ შეგიჩერებია და ეს გადაცემა. არა, რა თქმა უნდა, ეს გადაცემა აუცილებლად გავა, თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ მე რიგითობას არ დავარღო. ჯერ გავა სხვა გადაცემა, ჯანყარაშვილის შესახებ გადაცემა გავა, ან მეორე, ან მესამე. როგორც იყო დაგეგმილი. რა თქმა უნდა. ნათია, შენ პირადად შენ თქვი რომ პირადად მიმართე პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, დიპლომატებს და სხვა ორგანიზაციებს. მე რამდენადაც ვიცი, პირადად მიმართე ირაკლი ღარიბაშვილს მესიჯიც კი მიწერე. მე გუშინ დილის 10-ზე უკვე ვიცოდი ამის შესახებ. დროშის სხვაობის გამო მე ბრიფინგი არ ჩავატარე გუშინვა ერთი მარტივი მიზეზის გამო. მე მივწერე პირადად ირაკლი ღარიბაშვილის მომხდარის შესახებ. მე არაფერი არ მithოვია მისთვის გარდა იმისა, რომ ეთხოვა ზვია ჯანყარაშვილისთვის და მიიღო მისგან გარანტია, რომ მე ჩემი თანამშრომლები და ჩვენი ოჯახის წევრები ვიქნებოდით უსაფრთხო. თუმცა არა, არანაირი პასუხი არ მიმიღია იმის გამო, რომ მე უპასუხოდ, ჩემი ეს თხოვნა უპასუხოდ და რეაგირების გარეშე დარჩა. მე არ ვიცი, რა ტიპის რეაგირება შეიძლება მომხდარი იყო ისეთი, რომ მე ვერ გამეგო. სწორედ ამიტომ ბრიფინგი მე გადმოვანაცვლე დღეისთვის, იმიტომ რომ მესმის, რომ პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა მნიშვნელოვან ვიზიტზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ მესიჯს ნახავდა. დიდი მადლობა ნათია მიქიაშვილი გადაცემა ანატომიის ავტორი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ირმა, მე როგორც დაკვირდით, გადმოვდივარ თქვენთან, თქვენ დღეს ზვია ჯანყარაშვილზე ისედაც ისაუბრეთ ნათია მიქიაშვილის გარეშეც, მას შემდეგ რაც გახდა ცნობილი, რომ ის ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივნად დაინიშნება. თითქმის დარწმუნებით ვიცით, რომ ეს ასე მოხდება. ქართული ოცნების საკადრო პოლიტიკაში ჩავერიო, როდესაც ეს მათი პარტიის შიგნით ხდება, ეს მათი გადასაწყვეტია და მათი საქმეა. მე გამოთქვა პრეტენზიას იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ეხება ხოლმე ქვეყნის საკადრო პოლიტიკას, როდესაც ეს ეხება ჭიკაიძეს, როდესაც მუშაობდა ჯანყარაშვილი გენერალური ინსპექციის უფროსად. ამ ძალიან მოკლედ ჩამოვიფარგლები, ამ ადამიანზე არის ძალიან სერიოზული ბრალდებები მის კორუფციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამ ადამიანზე არის ბრალდებები, რომ ის მონაწილეობდა თამაზაშვილების ოჯახის ბიუჯეტის შევსებაში სხვადასხვა გამოძალული ფულით, რომ ის მონაწილეობდა სხვადასხვა ბიზნესების გადანაწილებაში. ბოლო-ბოლო მითი იმის თაობაზე, რომ პოლიცია დეპოლიტიზებული, ალბათ ამის მერე აღარ იკადრებთ და ამას აღარ გვეტყვით, იმიტომ რომ აგერ ვინც მინისტრი იყო და ფაქტიურად მართავდა პოლიციას, მიყავდა თქვენთან აღმასრულებელ მდივნად ნიშნავთ. რატომ აკეთებთ ამას, კალაძის ჩაწევა გინდათ, რა გინდათ? ეს არ არის ჩემი საქმე, თქვენიცით თქვენი საქმის, თქვენ თვითონ მიხედეთ. ამ ადამიანს უკავშირდება საავადმყოფოში ძალიან დიდი სკანდალი, სხვათა შორის, როდესაც მივარდა და კამერის ჩანაწერები არსებობს, რომელიც ივანიშვილს მიუტანეს, შეგიძლიათ თუ ეს ამბავი არცით კარგად მოიკითხოთ, რის შემდეგაც ის გადააყენეს თანამდებობიდან. მე უბრალოდ არ მომწონს, რომ ქვეყანა ესე იმართება, თუ თქვენ მოგწონთ, რომ აკონტროლებად პარტიაში გინიშნავენ ქალბატონი ნუნუკას მამიდაშვილს, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ მხოლოდ ამის თქმამდე და ჯანყარაშვილთან დაკავშირებით. მადლობა. მოკლედ გთხოვთ ბატონო, აკაკი მინეიდან მე უნდა ვთქვა, რომ საშინაოსნობის მინისტრის მოადგილემ ჩვენი გადაცემის მსვლელობისას თავად მოითხოვა მონაწილეობის მიღება არჩევანში და ის რამდენიმე წუთში მე ჩანაწერებს მინდა დაუბრუნდა და მინდა ხაბატონ გუგული, თქვენობით მიმართვა ეს არ არის, თქვენ ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ. ესე რო გეთქვათ ნამდვილად ათხარ, მე მგონი ეს ფორმაა ჩაოლებრივ, თქვენობით მიმართვა ჯობია. იმ დავასრულებ. ხაბატონ გუგულის რაც გავიგეთ თქვენგან და გიგასგან მაპატია კოპროთ, რაღაცა მიზან მიმართულად. მე მგონი ის დილობის ამბავი, რომ თქვენობით ველაპარაკოთ სტუდიაში ერთხელ. თქვენობით ველაპარაკებით. თქვენ და ბატონ გიგასაც მიმართავ. მადლობა. ბატონო, ორივეში ძალიან მოკლედ გთხოვთ. თქვენ პარტიასაც მინდა მიულოცო, რომ დღეს იმ ჩანაწერებმა ძალიან კარგად გამოიკვეთა, თქვენ კრიმინალური სამყარო გაფეთიშებთ თალსაყრდეთ საუბარში, რამოდენიმე დასკვნა. ერთი, რა ხდება ციხეში, ხდება ძალადობა პატიმრებზე, ამავე ჩანაწერებში გამოიკვეთა. ხდება ეგრეთ წოდებული ოფშაკის, ანუ ტყავის შეგროვება ისევ და ისევ და ხდება ციხიდან კრიმინალის ციხის გარეთ კრიმინალის კონტროლი.
მათ შორის ძალადობა, ყაჩაღობა, გამოძალვა, მცირე ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება მათ შორის უთოსთან დაკავშირებული დროსაც თქვენ ესე უყურებთ ძალიან აგდებულად ამ ფაქტებს. აგდებულად უყურებთ სტატისტიკურ მონაცემებს. ეს არის სწორედ ციხიდან იმართება. სწორედ აი იმ კანონიერი ქურდებისგან, მაფიოზებისგან იმართება ყველაფერი. აი იმ სატელეფონო კავშირებით, რომელიც დღეს თავისუფალია, რომელიც ჩვენ ნახეთ და ყველა დარწმუნდა. სატელეფონო კავშირით იგეგმება ყველა ის მოქმედება, რომელიც დღეს ესე აწუხებს თითოეულ ჩვენ მოქალაქეს. ამ ციფრებით რომ ელაპარაკებთ, გახვიდეთ და მოქალაქეებს დაელაპარაკოთ, ადამიანებს დაელაპარაკოთ. და იქნებ მოუწოდოთ პროკურატურას რომ გამოვიძიოთ ეს საქმეები, ქალბატონო გუგული. და არა აგდებულად მიუძიოთ არც პოლიციას, და არც ადამიანებს. და არა ღიმილით არ შევხედოთ. ღიმილით ავასრულებ, ქალბატონო. ყველა ბრალდება უნდა იყოს დასაბუთებული. ასე შეიძლება ხალხზე არ გინდათ რომ ბრალდება დამისაბუთოთ და მერე ვილაპარაკოთ საკითხებზე. მოეთხოვება დამამტკიცებელი საბუთები დადოს იმისა, რასაც ლაპარაკობთ. დიდი მადლობა. აგდებულად და ღიმილით ხალხზე ლაპარაკი უკვე იმის ნიშანია რომ საერთოდ არ გაინტერესებს. მადლობა. ქვეყნის მოქალაქეობა და პოლიტიკაში რომ მაინტერესებს, როდესაც ფაქტები დაიდება დასაბუთებული და არა როდესაც რაც გაგიხარდებათ იმას იტყვით. ხალხი შეიყვანოთ და საშელაფსულების მინისტრის მოადგილე ძალიან უხერხულია. ბენზინიდან რომ არ ვიპარავთ აი საბუთი გადმომიდეთ და მე რა ვიპარავთ. მოღარ გავაგზავნეთ დებატებს ხელოვნება მინისტრის მოადგილე. იყო გეშივლათ და დაგეკეთებიათ იმ ადამიანს. 25 დღე ქონდა ქალბატონო გუგული. 2 წელი გავიდა და ძალიან შორს მიდივარ. არანაირი კვალი აღარ დატოვეთ. ის 25 დღე დასრულებულია დებატები. გაგიგიათ რა არის? აი იქ უნდა მოხდეს ყველაფერი. მე უკვე ძალიან ძნელია. ჩვენ მოსახლეობა მაგას გვეჭხუბება, რატო არ გიჭერთ? ჩვენ როდესაც გვექნება დამამტკიცებელი საბუთები. მადლობა. ლუღარი კავანდეთ მინისტრის მოადგილე ველოდება პირდაპირ ეთერში ჩვენ არ ჭირდება აღიარებითი ჩვენებები იმ გზით, რათაც ჩვენ მოიპოვებდით ხოლმე. გვექნება დამადასტურებელი საბუთები, ის ადამიანი ვის მიმართაც იქნება ეს აგებს პასუხს. გასაგებია მოусმინოთ თქვენს თანაგუნდელს არჩილ თალაკვაძეს. არჩილ თალაკვაძე სასჯელ აღსრულების მინისტრის მოადგილე გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო არჩილ, მე პირდაპირ მინდა გითხრათ რომ ძალიან მიხარია რომ თქვენ გადაცემაში მონაწილეობას იღებთ, ვინაიდან ბოლო დღეების განმავლობაში, თითქმის 2 კვირის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით რომ თქვენი უწყებიდან ვინმე ჩართულიყო გადაცემაში, თუმცა ამაზე თანხმობა ვერ მივიღეთ და ძალიან მიხარია რომ ასე სპონტანურად თქვენ გადაწყვიტეთ შეერთებულიყავით შემოერთებულიყავით ამ დებატში. ბატონო არჩილ, მე ძალიან მოკლედ მაყურებელს გავაცანი ის პრეტენზიები, რომელიც თქვენ გქონდათ იმ გადაცემის მიმართ და იმ მასალების მიმართ, რომელიც გავიდა ეკა კვესიტაძის განსხვავებულ აქცენტებში, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ახლა პირდაპირ ეთერში გამოთქვათ აგრეთვე თქვენი პრეტენზიები. დიდი მადლობა ჩართვისთვის. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩვენ იმდენი საქმე გქონდა, რომ რეალურად პარალელურად გვხდებოდა პასუხების გაცემა ამ ყველაფერზე, ამიტომ ჩართვის პრობლემა არც ერთ გადაცემაში არ გვაქვს. გეტყვით, რომ უპირველესად თავარი რამ უნდა გავიაზროთ. ჩვენი ადმინისტრაცია დგას დღეს ორმაგად რთული ამოცანის წინაშე. პირველი ეს არის რომ დაიცვას წესრიგი ციხეებში და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა არის რომ დაიცვას ადამიანის უფლებებიც ციხეებში, რაც სამწუხაროდ წინა ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა. მე 9 წელზე საუბრის დრო ნამდვილად არ მაქვს, უბრალოდ გეტყვით რომ ის ყველაფერი რაც ვნახეთ შაბათის შემდეგ რეალურად არის მოდელირებული, ეს არის მოდელირებული არეულობა ციხეებში სპეცეფექტების საშუალებით, როდესაც ძველ ვიდეო ჩანაწერებზე ადამიანების ხმები ამბობენ თითქოს ციხეებში ხდება კატასტროფა, ეს არის კარგად ცნობილი ტექნოლოგია, როგორ შევიყვანოთ მოსახლეობა შეცდომაში. პირდაპირ გეტყვით, ჩანაწერების შესახებ, რომელმაც ამდენი დავა გამოიწვია. ნუ თუ ძალიან რთული იყო იმის აღიარება პროდიუსერების ან ქალბატონი ეკა კვესიტაძეს მხრიდან, რომ არავითარი ექსკლუზივი ამ კადრებში არ არსებობს, ამ აუდიო ჩანაწერებს გულისხმობ, სატელეფონო საუბრებს, ბატონ აკოს და ქალბატონ ირმას მინდა ვთხოვო, რომ კიდევ ერთხელ ერთად ჩავიხედოთ კანონში, სადაც წერია, რომ ტელეფონზე საუბრის უფლება აქვთ პატიმრებს, თუმცა რაც შეეხება ამ აუდიო ჩანაწერებს კონკრეტულად, მინდა გითხრათ, რომ ამ ჩანაწერების უმრავლესობაში მონაწილე ადამიანები მიცემული არიან პასუხისგებაში და ეს ჩანაწერები ექსკლუზივი კი არ არის. ეს ჩანაწერები გადაეცათ მხარეთა ადვოკატებს ჩანაწერების სახით და სწორედ რომელიღაცა იმ ადამიანმა მიაწოდა ქალბატონ
მიაწოდა ქალბატონ კვესიტაძეს, ასე რომ ეს ძალიან დაუგვიანდა მას ამ ჩანაწერების გამოქვეყნება, უკვე სამართალდამცავებმა პასუხისგებაში მისცეს ეს ადამიანები. ანუ უკაცრავად ძალიან მოკლედ დავასრულებ და შემდეგ უპასუხებ თქვენ შეკითხვებს. რაც შეეხება დამნაშავეების და კრიმინალების გაფეტიშებას, რომელიც ბატონი აკო საუბრობდა, ბატონი შამილი ამ გადაცემის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, სწორედაც რომელმაც ხელყუმბარების მუქარით დააყაჩაღა პოლიციელები 2012 წელს, ანუ მანამ სანამ ხელისუფლება შეიცვალა, იარაღით დაცხრილა მათი მანქანა და შემდეგ იარაღის მუქარით გაიტაცა სხვა მანქანა და გაიქცა. აი ეს ადამიანი, რომელიც ასევე ტელეფონში საუბრობს ამ ჩანაწერებში, ზუსტად გათავისუფლებული იქნა წინა ხელისუფლების მიერ და დღეს გვესაუბრებიან ჩვენ გავაფეტიშეთ კრიმინალები. რაც შეეხება რეზბანლიცას, ქალბატონ ეკას მე დავუკავშირდი და ვუთხარი მოვიპატიჟე საავადმყოფოში, რომელსაც დიდი ხანია რეზბანლიცა აღარ ქვია. ეს საშინელი სახელი, სტატუსი და შინაარსი გაუქმებულია და დღეს მის ადგილას არის სამოქალაქო სტანდარტით ლიცენზირებული საავადმყოფო, სადაც სხვათა შორის 5-6 დღეზე მეტი ერთ-ერთი პაციენტი ვერ შეიძლება და მით უმეტეს კონფერენციების ავტორები და პრეზიდიუმში ხდომი ადამიანები, რომელთაც სამწუხაროდ ამ გადაცემაში ჩვენ შემოგვაჩეჩეს. ეს ადამიანები წლობით იყვნენ ძველ რეზბანლიცაზე, რომელიც ჩვენ დავხურეთ და სავარაუდოდ თუ ეს პრეტენზიები არსებობს, გამოსაძიებელი სწორედ ის აქვს ჟურნალისტებს და არა ფაქტები, რომელიც არასებულ საავადმყოფოში მოხდა. და ბოლოს ციხეების არ ეშინიათ ხალხო, ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილი მოსახლეობისადმი და იმ 4000 ადამიანისადმი, ვის ჩვენ სისტემაში მუშაობს. დამიჯერეთ ჩვენი უახლესი წარსულიდან გამომდინარე, როდესაც ამდენი ადამიანი დაექვემდებარა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. მოწოდება, რომ ციხეები ძალადობის გარეშე, იმ კონტროლის გარეშე ვეღარ იმართება, ეს არის ირიბი მოწოდება, რომ ძალადობა არის ერთადერთი გამოსავალი. ძალიან კარგი იქნებოდა იმ გადაცემაში, რომ გაეშუქებინათ, როგორ იმართება ევროპული ციხეები, როგორ ხდება იქ წესრიგის დამყარება და შეედარებინათ დღეს საქართველოს რა აქვს ამ მეთოდოლოგიებისგან, რა მექანიზმები აქვს ამ დანაშაულის კონტროლის. სამწუხაროდ ეს არ მოხდა, ძალიან ხელოვნურად მოხდა ის, რომ ჩვენგან ითხოვენ სკანდინავიურ ციხეებს 2 წელიწადში, მაშინ როდესაც სხვებმა სკანდინავიური ციხეები 20 წელია ვერ ააშენეს. მე მივცემ საშუალებას ახლა ეკა კვესიტაძეს, რომ თქვენ გიპასუხოთ და შემდეგ თქვენ დაგიბრუნდებით. ისევ ეკა, ჩვენ მოვისმინეთ არჩილ თალაკვაძის პრეტენზიები ახლა უკვე პირდაპირ ეთერში. ის ამბობს, რომ რეალურად გადაცემა ისე იყო აწყობილი, რომ ფაქტების გაყალბება მოხდა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. მე ძალიან მინდა დავჩე კორექტულობის ფარგლებში, რადგან ნამდვილად მინდა ვთქვა, რომ ბატონი თალაკვაძე იყო კორექტული თავის წერილში, რომელიც მან Facebook-ზე გამოაქვეყნა, მაგრამ მე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ეს რაზეც ბატონი არჩილი და მანამდე ბატონი ბუკია ლაპარაკობდა, არის უბრალოდ ტყუილი და არის პირდაპირი ცდელობა, რომ მაყურებელი შეიყვანოს შეცდომაში. ისევ დაუბრუნდნენ, ეს არის არაკეთილსინდისიერი გამოყენება რაღაცა მათ მიერ მოგონილი არგუმენტის, რომ ჩვენ ვიდეოებს ვაჩვენებდით და ვადებდით ხმას. მე არ ვიცი თქვენ გაქვთ თუ არა საშუალება ხა გაუშვათ ჩვენი გადაცემიდან ნაწყვეტი, მაგრამ არც ერთ აუდიო ჩანაწერზე არ ადევს არანაირი კადრი და სხვა კადრები, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ გადაცემისას, მათ შორის ჩემი ხმის გადასაფარად და საილუსტრაციო ციხეების, მათ შორის ციხეების კადრებით აბსოლუტურად არქივიდან არის მოპოვებული და ყველა მათგანს აწერია, რომ არის არქივი. ეს ერთი ტყუილი, რომელზეც ბატონი თალაკვაძე და ბატონი ბუკია ამბობენ და მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ შეიყვანონ ეხლა მაყურებელი შეცდომაში და ნებისმიერ მაყურებელს შეუძლია კიდევ ერთხელ უყუროს ჩვენს გადაცემას და ამაში დარწმუნდება. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ რეზბანლიცას, იქ ბატონი თალაკვაძის არგუმენტი იყო, რომ ეს იყო თქვათ რემონტი იყო ამ შენობაში და შეუძლებელი იყო ესე კონფერენციების მოწყობა, ეს იყო პირველად მისი არგუმენტი, როდესაც მე ვუთხარი, რომ ეს კონფერენცია მოწყობილი იყო მანამ და მან ქურდები მანამ ურეკავდნენ და აწყობდნენ ამ ტელეკონფერენციებს, სანამ დაიწყებოდა რემონტი, ეხლა შეცვალა და თქვა
თქვა, რომ 1 ივლისს დაიწყო რა. ეს იყო 18 მარტს ჩაწერილი და ეს ამბობს, რომ გაყალბებული მასალები რა არის, ბატონო არჩილ გაყალბებული? ეს არის გაყალბებული? აი ეს არის ცნობა გატარებული ოპერატიული მუშაობის შესახებ. თქვენი ხმა ერთი წამით მე არ შემიწყვეტინებია და თქვენც მომისვენეთ. თქვენ რომ ეს არის გაყალბებული, მოდელირებული, ძალიან მოდელირებული ეს არის მოდელირებული გადაცემა. მოდელირებული გადაცემა არის ეს არის მოდელირებული რას ნიშნავს? რა მოდელირებული, რომელი სპეციფექტი იყო? ყველა ეს იყო აუთენტური აუდიო ჩანაწერი, რომელიც გვაქვს აი ასეთი დამოწმებული ცნობები. თითოეულ აუდიო ჩანაწერს ექსკლუზივს არ წარმოადგენს და ადამიანებს რა ექსკლუზივზე მელაპარაკები? ჩვენს მიერ არის მოპოვებული ექსკლუზიურად ექსკლუზივის ამ აუდიო კავშირების გამო ადამიანები მიცემული არიან პასუხისგებაში და თქვენ ექსკლუზივის მნიშვნელობა მედიაში როგორც ჩანს არის ყოველდღიური ცხოვრება საჯელახსულების სისტემაში. პრობლემები არის და ამ პრობლემების მოგვარების გეგმაც არსებობს, რომელსაც როდესაც პრობლემები არის, ამ პრობლემის მოგვარება იწყება პრობლემის აღიარებით. როდესაც ბატონი სოზერ სუბარი თავისი მინისტრობით შეიძლება ბატონო არჩილ მე თქვენ არ გაწყვეტინებთ ამ პრობლემებს ბატონო არჩილ მე თქვენ არ გაწყვეტინებდით ბატონო არჩილ მე თქვენი მინისტრი დავპატიჟე გადაცემაში და ასეთი პასუხი მივიღე თქვენი მინისტრიც არის ის კი ბატონო ჩვენი მინისტრი დავპატიჟე გადაცემაში და ასეთი პასუხი მივიღე რომ მედიასთან ამ ეტაპზე სამინისტრო ურთიერთობას არ აპირებს და 2 დღის შემდეგ ნახეთ ეს ადამიანი ეხლა სპონტანურად მიიღეთ ეს გადაწყვეტილება ჩემს გადაცემაში რატომ არ მოვიდა ბატონი მღებრიშვილი გააქვთ რამე ახსნა ამისთვის რომ მას გაეცა პასუხები ჩვენს კითხვებზე რატომ არ მოვიდა მე უნდა ვთქვა რომ კაბინეტში მუშაობს აქვს სამუშაო შეხვედრა მედიასთან ურთიერთობაც არის თქვენი მუშაობის ნაწილი უკაცრავად ძალიან დიდი მე აქვე დავაკონკრეტებ რომ ჩვენს დღევანდელ გადაცემაში რამდენჯერმე დავპატიჟეს საშელახსულების მინისტრი ეს ადამიანები არიან დაჭერილები მე ვითხოვ სახელი და გვარები გვითხარით რომელი ადამიანები არიან დაკავებულები ამის შემდეგ აქ არის კონკრეტული სახელი და გვარები ბატონო მე პროკურატურას გადავცემ ამ ცნობებს, აუდიო მასალებს, ამ ცნობებს, სადაც სახელი და გვარი და ყველაფერი არის დაკონკრეტებული. მე მაინტერესებს მაგალითად დაკავებული არის თუ არა ის ადამიანი, რომელიც უფროსის კაბინეტში აპირებდა მეგობარი ქალის შეყვანას, რომელიც ამბობს ამ აუდიო ჩანაწერში, რომ იქ არ ვიცი, ალბათ Google-ის რა აინტერესებს ეთყობა მხოლოდ ხელოვნური გათოვლიანება აინტერესებს გუდაურის და კი ბატონო ძალიან კარგია. კი ბატონო ძალიან კარგია ქალბატონ გიული. ქალბატონო ეკა. მე მაინტერესებს სახელი და გვარები. თუ შეიძლება ბატონო არჩილ მე გეკო ქალის შეყვანას ვაპირებ დირექტორის კაბინეტში და აი ესეთი ჩანაწერების გამოქვეყნება უბრალოდ არ შეიძლება დღეს, როდესაც ქვეყანამ ესეთი ძიმე ტრავმა განიცადა საჯელახსულების სისტემაში. ბატონმა სააკაშვილმა თვითონ თქვა, რომ ეს სისტემა ჩამოიშალა და თქვენ რომელ პერიოდზეც მიუთითებთ, ჩვენ მაშინ ჩამოშლილ სისტემაში ვერ ყვეოდით, ვალაგებდით გვამები. იყო სავსე ეს სისტემა და ნუ გვაბრალებთ იმას, რაც რეალურად არ ყოფილა ჩვენი ბრალი. აუდიო ჩანაწერში მოისმინეთ თუ არ უკაცრავად, მაგრამ იცით რა, თქვენს კეთილსინდისიერებაში და თქვენს ასე ვთქვათ მზაობაში, რომ პრობლემას დაუპირისპირდეთ, მე ნამდვილად მოვინდომებდი ამის დანახვას, რო არ მქონდეს ძალიან მკაფიო მაგალითი იმის, რომ მაშინ როდესაც ეს აუდიო ჩანაწერები იყო გაკეთებული, მაშინ იყო სოზარ სუბარი მინისტრი და მაშინ როდესაც უჩანანუაშვილი საუბრობდა მაყურებლებზე, მაშინ როდესაც გარდაიცვალნენ ადამიანები და დამტკიცებულია, რომ რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტ დამტკიცებულია, რომ ისინი გარდაიცვალნენ ცემით, სასტიკით ცემით ციხეში და რომელიც საბარაოდოში მაშინ სოზარ სუბარი მაშინ პატიმრის მოკვლის გამო 6 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში. თქვენ თუ ძალიან ომბუდსმენის ანგარიშებს ვერ ნახავთ, ვერც ერთ წამების ფაქტზე გამოძიება, რომ ბოლომდე იყოს მიყვანილი. მაშინ სოზარ სუბარი ამ შეიძლება დამასრულებინა. ეკა დაასრულეთ, ხო ჩვენ უნდა მაშინ სოზარ სუბარი ამბობდა და ჩვენს გადაცემაში ვაჩვენეთ ეს სინქრონი, რომ უჩანანუაშვილი, რომელიც საუბრობდა მაყურებლების პრობლემაზე, ითხოვდა ამაზე რეაგირებას, ის ამბობდა, რომ ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ არის მოქცეული სოზარ სუბარი ამბობდა, რომ ნანუაშვილი არის ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ, რომ მსგავსი პრობლემა არ არსებობს ციხეში. აი ეს იყო თქვენი პასუხი და დღეს მადლობა ეთერში და ის გაგცემთ პასუხს ამ ყველაფერზე, დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად. დიდი მადლობა ეკა.
მე უბრალოდ მინდა გიპასუხოთ იმაზე, მე ბატონ არჩილთან მეკდება ბოლო შეკითხვა მხოლოდ იმ საუბრიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე წუთის წინ თქვენგან, ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასალები ავთენტიკურია. თქვენ ამბობთ, რომ ეს მასალები, რომელიც ნახეთ ეკაკვესიტაციის გადაცემაში, დევს უკვე საქმეებში. უკაცრავად, მე ავთენტიკურობაზე სიტყვა საერთოდ არ მithქვამს, მე გითხარით, რომ ამ ჩანაწერების ნაწილზე ადამიანები მიეცნენ პასუხისგებაში, ეს ჩანაწერები ჰქონდათ ადვოკატებს კანონიერად, მათ გადასცეს ქალბატონ კვესიტაძეს და ასევე იმ ადამიანებმა, ვინც გადასცეს, შეუძლიათ მოუყრენ ქალბატონ კვესიტაძეს თუ რა სასჯელები დაეკისრათ ამ ადამიანებს, როგორ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი და იქნებ ის ადვოკატების დაპატიჟოს თავისთან ეთერში და მოусმინოს ბოლომდე ისტორიაზე მარტო იმ ნაწილს ნუაშუქებს, რომელიც მას სჭირდება ამ მოდელირებული გადაცემებისთვის. თქვენ მაინც ამბობთ, რომ ეს მოდელირებული გადაცემა იყო. ბატონო არჩილ, ვინაიდან თქვენ ჩვენთან ერთად ხართ, ბოლო შეკითხვას დაგისვამთ გიორგი ოქროპირიძესთან დაკავშირებით, ჩვენ ამ თემაზეც საუბრობდით, რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ იმასთან დაკავშირებით, რომ მასზე განხორციელდა ძალადობა, სახალხო დამცველმაც თქვა, რომ მისი ინფორმაციით ძალადობა განხორციელდა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან და ის გადაყვანილია ბათუმის საპყრობილეში. მაგიდაზე მიდევს უკაცრავად. მაგიდაზე მაქვს სახალხო დამცველის წმუნებულის ოქმი, რომელიც არის შედგენილი უშუალოდ პატიმართან შეხვედრის შედეგად, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ადამიანს აღენიშნება მხოლოდ ერთი დაზიანება, რომელზეც თვითონ ამბობს ხელზე, ეს არის თვითდაზიანება, რომელიც დამუშავებული აქვს სათანადო წესით და შეხვეული აქვს ექიმის მიერ, ასე რომ არანაირ ფიზიკურ ზეწოლაზე საუბარი არ შეიძლება იყოს ამ ეტაპზე, თუ მომავალში რაიმე ასეთი მოხდება, უმკაცრესად დაიჯდება ის ადამიანი დარწმუნებული ვარ, რომელიც გადააჭარბებს თავის უფლებამოსილებას. რაც შეეხება ოქროპირიძეს, ის იმყოფება საჯელოსულების სისტემაში, მასზე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს, მისი უსაფრთხოება, მისი ჯანმრთელობა არის დაცული ამ მომენტისთვის. მე შევხვდი მის მშობლებსაც ცოტა ხნის წინ სამინისტროს მისაღებში და მქონდა საკმაოდ გრძელი საუბარი, სადაც ეს დეტალები განვიხილეთ, ისინი დაბრუნდნენ სახლში სამინისტროდან საკმაოდ პანიკაში იყვნენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ, იყო ამომწურავი. დიდი მადლობა ბატონო არჩილ. კითხავს, მაგრამ მე არა მაქვს ალბათ უფლება. რა შეკითხვა გაქვთ თქვენ ბატონო არჩილ? მე მაინტერესებს, ვერ გავიგე კარგად სახალხო დამცველმა თქვა, რომ მონაყოლით იცოდა და ეს ოქროპირიძე და ერთმანეთს ნამდვილად შეხვდნენ თუ არა, ალბათ აქვს ინფორმაცია და იყო თუ არა მართლა ინციდენტი, უბრალოდ ინფორმაციისთვის მაინტერესებს, თუ შესაძლებელია თუ გესმით არ ვიცი. ბატონო არჩილ, ოპოზიციის წარმომადგენლებს აინტერესებთ, მოხდა თუ არა ოქროპირიძისა და ერისთავის შეხვედრა ციხეში, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ერთ საპყრობილეში იმყოფებოდნენ. სხვათა შორის კარგია, რომ ამაზე შეკითხვა დამისვით. თქვენ იცით, რომ ვიზუალურ კონტაქტზე იყო საუბარი გლდანის დაწესებულებას აქვს ძალიან ძველი პოსტსაბჭოური მიმღები, რომელშიც მოთავსებულია ეს ეგრეთ წოდებული ფუქსები, კარანტინი და სხვა ავადსახსენებელი განყოფილებები. ჩვენ ეს მთლიანად დავანგრიეთ და ვაშენებთ თანამედროვე გონივრული დაკავების განყოფილებას, სადაც მთელი სერვისები იქნება თავმოყრილი, ძალიან მალე დაგპატიჟებთ პრეზენტაციაზე. სწორედ აი ამ სივრცეში ხდება ყველა ახალმიყვანილი პატიმრის განთავსება, მათი სკრინინგი, მათი უსაფრთხოების კუთხით, ასე ვთქვათ, კლირენსი და სხვა პროცედურები. ამიტომ იცოდეთ, რომ ყველა პატიმარი, რომელიც გლდანის დაწესებულებაში შედის, თავსდება აი ამ სივრცეში. რაც შეეხება ინციდენტს, არანაირი ფიზიკური ან ვერბალური კონტაქტი მათ შორის არ ყოფილა და ორივე პატიმრის ფიზიკური უსაფრთხოება არის უზრუნველყოფილი ჩვენი ადმინისტრაციის მხრიდან. დიდი მადლობა ბატონო არჩილ, არჩილ თალაკვაძე სასჯელოსნურების მინისტრის მოადგილე გვერდთვეოდა პირდაპირ ეთერში. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. მე ვიცი, რომ თქვენ ბევრი რამე გაქვთ სათქმელი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა გავიდეთ რეკლამაზე, რეპლიკებით დავბრუნდებით უკვე რეკლამის შემდეგ და ჩვენ გველოდებიან ერისთავის ოჯახის წევრები, მისი მეგობრები და მხარდამჭერები, რომლებიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვებიან ერისთავის სახლიდან. დაგველოდოთ, ჩვენ ამდენიმე წუთში დავბრუნდებით.